თავ. მინდა დღეს დავიწყო ჩემი დებატი მინდა დავიწყო საუბრით ერთ ღრმა და საკმაოდ მნიშვნელოვან, მაგრამ სამწუხაროდ საკმაოდ ხშირად იგნორირებულ საკითხზე, მორალზე. მორალზე ამ შემთხვევაში არა მხოლოდ რაღაცა წესების ნაკრებზე, არამედ როგორც რაღაცა სულიერ სინათლეზე, რომელიც ჩვენს გულში ანათებს და გვეუბნება, რომ ეს არის სიკეთე. ეს არა, ეს არის კარგი, ეს არის ცუდი. მე როგორც ქრისტიანმა ვიცი, რომ არსებობს აბსოლუტური მორალი და თავად ამ აბსოლუტური მორალის საფუძველი არის აბსოლუტურ ღმერთში, ქრისტეში. მე როდესაც ვხედავ ომს, წამებას, ბავშვებზე ძალადობას, მე ავტომატურად ბევრი ანალიზისა და დაკვირვების გარეშე შევიცნობ, რომ ეს ყველაფერი არის ობიექტური სიბოროტე. მეტიც ეს ცოდნა ჩემში იმაზე ბევრად მეტად მძლავრობს, ვიდრე სხვა ობიექტური ჭეშმარიტების ცოდნა, რომელიც რაღაცა საგანს გააჩნია. მაგალითად, სამკუთხედი. მე როდესაც სამკუთხედს წარმოვიდგენ, თუნდაც რომ დაუშვათ, რომ ასეთი ფიგურა მხოლოდ ჩემ აზროვნებაში არსებობს და არ არსებობს მაგის მიღმა. მე შევიცნობ სამკუთხედთან დაკავშირებით რაღაცა ისეთ არს, ბუნებას, რაც ჩემს გონზე არ არის დამოკიდებული. მაგალითად ის, რომ სამი კუთხე არის ტოლი ორი მართის, ან ის, რომ ორი კუთხის მოპირდაპირე, რომ დიდი კუთხის მოპირდაპირე სიტყვაზე არის დიდი გვერდი და ასე შემდეგ. ეს თვისებები სამკუთხედის წარმოდგენის იმდენად ნათელია, მაგრამ მე ამ თვისებებზე სამკუთხედის წარმოდგენისას არ მიფიქრია. შესაბამისად, ეს თვისებები თავად სამკუთხედს გააჩნია. მით უმეტეს სიბოროტე, როდესაც ბავშვებზე ძალადობას წარმოვიდგენთ და ამაზე ვსაუბრობთ. ეს მორალური ცოდნა მიმითითებს რაღაც უფრო წმინდაზე, სუფთაზე, ღირებულზე, უზენაეს სიკეთებზე, რომელსაც არ ცვლის ეპოქები, კულტურები. წეგან ჩემმა ოპონენტმა დაადასტურა, რომ ყველა ადამიანი არის სრულყოფილი. ანუ თუ ყველა ადამიანი სრულყოფილია, ამას მოყვება ლოგიკური დასკვნა, რომ ადამიანი, რომელმაც პატარა ბავშვი აწამა და გააუპატიურა, ეს ადამიანიც არის სრულყოფილი, იმიტომ რომ ასეთი ადამიანები სამყაროში არსებობს. ეს არის სულიერი არაგულწრფელობა, როდესაც უარყოფ ფუნდამენტურ რეალობას. თუ ღმერთი უბრალოდ ბუნებაა, როგორც ჩემი ოპონენტი ფიქრობს, მორალიც არის უბრალოდ ილუზია. მაშინ არც სიკეთე არსებობს რეალურად. არც ბოროტება, უბრალოდ რაღაცა ქიმიური შემთხვევები, ტანჯვაც კი უბრალოდ ელექტრული სიგნალია ტვინში. მაგრამ თუ მორალი ილუზია, მეგობრებო, მაშინ ყველაფერი ილუზია. მაშინ ეს დებატიც არაფერია. უბრალოდ ერთი ბიოლოგიური არსება, ფიზიკური გამოვლინება versus მეორე ფიზიკური გამოვლინება. მეგობრებო, ჩემს ოპონენტს ამასთან დაკავშირებით აქვს არგუმენტი, რომ მისი მსოფლმხედველობა არის ლოგიკურად კონსტრუქციულად გამართული. პრობლემა ამ შემთხვევაში იმაშია, რომ ჩემი მეზობელი, ანუ ზოგადად ლოგიკურად მსჯელობის დროს შეიძლება მიხვიდე არაჭეშმარიტ დასკვნამდე. მაგალითად, ჩემი მეზობელი თვლის, რომ არის იგი ნაპოლეონი, ჩემ მეზობელ გელას გორია, რომ არის ნაპოლეონი. გელა ასე მსჯელობს. მე ვარ ნაპოლეონი იყო იმპერატორი, ამიტომ ჭეშმარიტია ის, რომ მე ვარ იმპერატორი. მიუხედავად იმისა, რომ გელას ლოგიკური მსჯელობა გამართულია, ანუ პრემისებით უმართალია ლოგიკური დასკვნა მოყვება, ანუ წინა პირობა იმდენად სისულელეა, რომ სრული აბსურდია, რასაც გელა ამბობს. მე მგონია, რომ გელა იმაზე მე ბევრად უფრო ჭკვიანია, იმ ადამიანებს ბევრად უფრო ჭკვიანია, ვინც სიკეთის არსებობას და სიბოროტის არსებობას უარყოფენ. ამიტომ მე ვთვლი, რომ ჩემი მეზობელი გელა უფრო ჭკვიანი ვიდრე ჩემი ოპონენტი თემო და ახლა მირჩევნია გავიდე გვერდით სადარბაზოსთან, გელა ჩამოვიყვანო და ვედებატო, არის თუ არა იგი მართლაც ნაპოლეონი თუ არ არის რეალურად. ასე რომ საბოლოოდ ღმერთი, ქრისტიანული ღმერთი ამ შემთხვევაში, ვისაც გულისხმობ, ან ტრანსცენდენტალური პიროვნული შემოქმედი თუ არ არსებობს სამყაროში სიკეთე და სიბოროტე. თუ არ არსებობს, ანუ მორალი არ არსებობს, მაშინ არც მიზანი არსებობს, თუ მიზანი არ არსებობს, მაშინ ცხოვრებას აქვს აზრი. და მაგრამ ღმერთი არსებობს, ამიტომ არსებობს მორალი, არსებობს მიზანი და არსებობს შენ ცხოვრებაში აზრი, რაც იმაზე უფრო ბევრად მეტია, ვიდრე რაღაცა ფორმალური ლოგიკის კვლევა, არამედ უზენაეს ჭეშმარიტ ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა. ეს იყო ჩემი სიტყვა. დაგჭა კიდევაც დრო, 54 წამი შეგიძლია გააგრძელო რამე. კი ბატონო, მე ამ შემთხვევაში მინდა რომ ამასთან დაკავშირებით ოპონენტმა წარმოადგინოს თავისი საფუძველი სიკეთისა და სიბოროტის, თავისი საფუძველი რას ნიშნავს საერთოდ, მორალის ონტოლოგია მინდა რომ ოპონენტმა წარმოადგინოს თავის სიტყვაში რა. იმიტომ რომ სრულყოფილება ჩემთვის ნიშნავს იმ მდგომარეობას, როცა არსი არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს თავისი ბუნებით რა.
რო არსი არ არის ჩემს ალბომს სრულყოფილება ჩემთვის არის სრულყოფილების დეფინიცია ამ შემთხვევაში ჩემთვის არის განსხვავებული მდგომარეობა როდესაც არსი არის ისეთი როგორიც უნდა იყოს თავისი ბუნებით მაგრამ მე ვიცი რომ მე არ ვარ სრულყოფილი იმიტომ რომ მე ვარ დაცემული არსება ღმერთისგან გამოცალკევებული ანუ მე ჩემ არასრულყოფილებას ვცნობ ოპონენტისგან განსხვავებით მე ვიცი რომ ჩემში სიბოროტე მოქმედებს და მჭირდება ამისგან გათავისუფლება ეს გათავისუფლების გზა არის აბსოლუტურ მოსიყვარულე ღმერთში ქრისტეში ამოიწურათ რომ თემო ახლა შენ გეძლევა 5 წუთი იმისთვის რომ უარყო ნეოს მიერ წარმოქმნილი პოზიციები რაც დაიცვა და კიცება გააკეთა და ჩავთავ დროს 1 2 3 მოგესალმებით მეგობრებო ზედმეტად ბევრი დრო მაქვს ამდენის გამოყენება არ დამჭირდება იმისთვის რომ ნეოს ეს უსტი პოზიცია უარყო რაც ახლა დააფიქსირა მეორე ხრი მინდა ვთქვა რომ ჩემი ოპონენტი ძალიან კარგად კითხულობდა ტექსტს გამოთქმით მომეწონა და ახლა მინდა რომ გადავიდე ამ ყველაფრის შეფასებაზე პირველ რიგში მისი მთლიანი არგუმენტი იყო იმაზე დამყარებული რომ მე მორალს არ ვცნობ მე მორალს ვცნობ ობიექტურ მორალს ვცნობ მე ვამბობ რომ ობიექტური მორალი არსებობს და ამას განსხვავდება ახლა ძალიან კარგად რა. პირველ რიგში მორალი არსებობს ადამიანში რა. ობიექტურად და ახლა უხსნიან ყველაფერს. რაც მიზანთან გაახლოებს კარგია, რაც მიზანთან გაშორებს ცუდია. ეს არის ჩემი მორალის დეფინიცია. მაგრამ მეორე მხრივ არსებობს რაღაცები, რაც ყოველთვის გაახლოებს მიზანთან. მაგალითად შემეცნება, მაგალითად არსებობა, მაგალითად ცხოვრება. ეს ყველაფერი ყოველთვის აუცილებლად გაახლოებს მიზანთან. ეს არის ობიექტური ღირებულებები, რაც ადამიანს გააჩნია. ვინც შეიმეცნებს, ვინც ცხოვრებას იაზრებს როგორც ობიექტურ ღირებულებას და ასე შემდგომ ის არაზოს ჩაიდენს ისეთ სისაძაგლეს, როგორზეც საუბრობს ნეო, რომ მაგალითად რაღაცა ცუდად მოექცევა ბავშვთან ასე შემდგომ. მაგას არავინ არ გააკეთებს, მაგას ნორმალური ადამიანი რა თქმა უნდა არ ჩავიდეს. მეორე მხრივ ნეოს და ჩემი სრულყოფილების დეფინიციები ერთმანეთისგან განსხვავდება, ამიტომაც ის იყენებს სოფიზმს. სოფიზმში რას გულისხმობ? ის ჩემს დეფინიციას ანუ მე ოდესაც დეფინიცია უთხარი, მაინც თავისი დეფინიციით განსაზღვრავს იმას რა ის სრულყოფილი ანუ ერთ და იგივე რაღაც ერთ და იგივე სიტყვაზე არ ვსაუბრობთ ჩვენ. სრულყოფილება ქართულად არის თარგმნილი ესე. რეალურად მაგას შეიძლება დაუძახოთ სრულქმნილი. სრულქმნილში გულისხმობა ის რომ ყველა მიზეზი რაც წინასწარ იყო მოცემული შედეგში არის ბოლომდე. ანუ მაგალითად ადამიანი, რომელიც განსაზღვრულია მიზეზებით, გარეგანი და შინაგანი მიზეზებით, შედეგში როგორც ადამიანში ბოლომდე არის მოცემული, ბოლომდე არის ტრანზიტულად გადმოცემული. ამაში გულისხმობა, როდესაც არისტოტელე და სხვა ბევრი ჭკვიანი ფილოსოფოსი და ბევრი ჭკვიანი მეცნიერი და ბევრი ჭკვიანი მათემატიკოსი საუბრობს სრულქმაზე და სრულყოფილებაზე. მე მესმის ნეოს დაბნეულობა, მესმის რომ ნეო ამდენად ვერ ერკვევა, მესმის რომ ნეო ამდენი არ იცის და შეიძლება სოფისტიკას არც მიმართავს. გასაგებია ძმაო, მართლა ყველანაირი ცინიზმის, სარკაზმის და რაღაც გაში გულწრფელად ვამბობ. გასაგებია აქ იმისთვის რომ რაღაცები აგიხსნა რეალურად. ხო და აუხსნა ამაყურებელსაც. მეორე მხრივ რა, შეხედე როგორი რაღაც არის რა. შენ რა დეფინიციაზე სამობს სრულყოფილების, ეგ არის თეოლოგიური დეფინიცია, რაც ასევე თეოლოგიაში არის სწორი. მე მაგ სრულყოფილებაზე რო ვლაპარაკობდე, მაგ შემთხვევაში არ არის სრულყოფილის პიროვნება, ვინც მაგას აკეთებს. გესმის? შენ რაც მითხარი. ბავშვს ცუდად მოექცეს, არ არის ეგ ტიპი სრულყოფილი, შენი დეფინიციით, შენ რასაც ამბობ. ხვდები? მაგრამ ჩემი დეფინიციას როდესაც ეხება საქმე, მან არის მიზეზებზე და შედეგებზე. ხვდები? ეს არის ონტოლოგიურ დონეზე სრულყოფილება, მორალურზე არ არის აქ. რაც შეეხება სიბოროტეს, ნეომ აღნიშნა, რომ სიბოროტე უნდა გადაილახოს. მართალია. სიბოროტე აუცილებლად უნდა გადაილახოს. სიბოროტე არსებობს, უნდა გადაილახოს, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ნეო ამბობს, რომ სიბოროტე არ არის რეალური რაღაც, ანუ ღმერთისგან არ გამომდინარეობს სიბოროტე და ღმერთში არ არის სიბოროტე, მაგას ამბობს რა. ანუ რეალური ინსტანცია არ აქვს. ის ამბობს, რომ სიკეთის ნაკლებობა არის ფაქტობრივად რა. მე ვამბობ, რომ ბოროტება მართლა არსებობს. ბოროტებას გააჩნია ონტოლოგიური ინსტანცია, ის ადამიანში არის და ადამიანმა უნდა დაძლიოს ეს ბოროტება. მე ვამბობ, რომ სამყარო დივერსიფიცირებულია. სამყაროში არსებობს სიკეთეც და ბოროტებაც და ადამიანმა აუცილებლად უნდა ირჩიოს სიკეთე. მაგას ვამბობ მე. ნეო ჩემს მორალურ ფილოსოფიას ვერ მოარყევ შენ. და იმიტომ ვერ მოარყევ, რომ ძალიან კარგად არის გამყარებული შენისგან განსხვავებით. შენს მორალს საერთოდ ფილოსოფია არც ეწოდება. უფრო დოქსასტური არის, დოქსასტური ძმენებისგან შედგება. შემდგომ ესე იგი, რო გადავიდეთ უფრო მეტი რაღაცების უარყოფაზე. ნახე რა ხდება რა. შენ ამბობ ესეთ რაღაცას, რომ სრულყოფილი არ არის ის პიროვნება რა. არ არის სრულყოფილი გასაგები არის რა, მაგრამ იმის გამო აშავებს რომ სრულყოფილი არ არის, ეგ არის კითხვა რა. ადამი და ევა მაგალითად თეოლოგიად რომ მიუდგე, სრულყოფილი არსებები არ იყვნენ, ისინი ადამიანები იყვნენ, მაგრამ იყვნენ უცოდველები. მაგრამ ცოდვა ინსტანციურად არ ქონდათ, მაგრამ ცოდვა მაინც ჩაიდინეს შენს მსოფლმხედველობაში რა. ანუ ზოგადად ადამიანი არის ისეთი არსება, რომელმაც შეიძლება რომ ბოროტება ჩაიდინოს, მაგრამ ნორმალურ ადამიანს ყველაფერსგან დამოუკიდებლად მარტო ადამიანობის გამო უნდადეს რომ ეგ არ ჩაიდინოს. ჩემს მორალს რაც შეეხება, ჩემი მორალი არის აბსოლუტურად ობიექტური. განსაზღვრებას მიაქცეთ ყურადღება, რაც მიზანთან გაახლოებს, კარგია, რაც მიზანთან გაშორებს, ცუდია. არსებობს რაღაცები, რაც ყოველთვის აახლოებს მიზანთან და არის ყოველთვის კარგი. ეს არის შემეცნება, აუცილებლად, ეს არის არსებობა, ეს არის ცხოვრება. და ამ ყველაფრით შენ ისეთ მიზანს ესენი თუ გაქვს არ დაისახავ, რომელიც ცუდი არის საბოლოო ჯამში, რომ ვინმე ზიანი მიაყენო. ხვდებით? ეს არის აბსოლუტურად დრო 45 წამი აქვს არჩენილი უყურებ. დრო 45 წამი აქვს არჩენილი.
მიდი ეკრანზე არის ჩართული. მიდი ილაპარაკე. ეკრანზე არის ჩართული. დავამატებ თორე აზრი არ აქვს ახსნას. ამათან ახსნას აზრი. ხო რავი რა დაწერვაც უნდა ეკრანზე არის ჩართულია და მეც დანიშნული მაქვს რა ჩემს კომპიუტერში ჩემი 5 წუთი. არ დაამატო დაიკიდე ამ ჭირდება მაგ. ახლა ვთქვი რომ არ მჭირდება მაგდენი დრო რა დაიკიდე. არა უშავს. ხო შესაბამისად ნეოს არგუმენტი მთლიანად არის მიუღებელი, იმიტომ ის ჩემს მორალს უტევს, რელატიურ მორალს უტევს. მე რელატიური მორალი არ მაქვს, მაქვს ობიექტური მორალი. ის ამბობს რომ ღმერთი უნდა იყოს აუცილებლად მორალიო. მე ვამბობ რომ ღმერთია მორალი, ანუ ღმერთი პანთეისტურ ღმერთი. შესაბამისად როდესაც ამას ეხება საქმე, ანუ რიო უტევს არაფერს, მე ვერ მიტევს. ხვდებით, სრულყოფილების დეფინიციას თვითონ რასაც იყენებს, მე მაგას არ ვიყენებ. თვითონ რასაც ეხი სრულყოფილს, ხო, მანდ არ არის ეგ ტიპის სრულყოფილი, მანდ. ჩემთან მე სხვა რამეს ვეძახი. მორჩა. ოკეი. დაიცა. აჰა, აი დრო რო გონიათ ვინმეს რო გადავაცილე, არ გადამიცე. ვიცი, მე 5 წუთი მაქვს ჩემი არგუმენტი შემოსაყალიბებლად მაქვს ხო 5 წუთი კიდე. თუ არა. კი, ეხლა რა ქვია? მინდა რომ პასუხი გავცე, მინდა ანუ ამარ არა, პასუხს ახლა ვერ გავცემ, ანუ მტკიცება. არგუმენტი არ ჩამომიყალიბებიო. ანუ თემოს არგუმენტები არ ჩამოუყალიბებია, თემო მოპასუხა შენს არგუმენტებს. და თემო ეხლა თავის არგუმენტს ჩამოყალიბებს და მე შენ შეგიძლია ამაზე თუ რაიმე ის გაქვს, მე უპასუხო თემოს. ანუ შენ ხო ქონდა მტკიცება. ანუ მე ხარ შემიძლია რომ ამას რაც მოვისმინე და ბოდიში კი შენ ხო შეგიძლია, ახლა არ არის შენი დრო. შეიძლება იხავ თქვა? დამიუთე და ჩემი დრო ჩართე, დამიუთე და დრო ჩამიქთე, დამიუთე და დრო ჩამიქთე, ჩემი დრო არის. მოდი ავხსნი კიდე რა მაინც, ერთი წამი ავხსნი მაინც რა კიდე. ანუ ნახე, შენ ხო მქონდა მტკიცება, ეს იყო თემოს უარყოფა. ახლა იქნება თემოს მტკიცება, მერე იქნება შენი უარყოფა. თემო ახლა რასაც დაამტკიცებს, რომ ეს ასია და არგუმენტებსაც წამოყენებს, შენ იმაზე უნდა უპასუხო უარყოფის დროს. და მერე შენ თუ ეხლა რაც ილაპარაკა თემო უარყოფის დროს, მაგაზე მოგინდა პასუხის გაცე, მე შენ მტკიცების დროს ან Q&A-ის დროს შეგიძლია თქვა. ოკეი. აი, გასაგები. თავ ახლა დროს. ჩაუ. არა, ნახე, იყო ჩართული ამასაც უპასუხებ ამ ჭირდება მაგდენი დრო. ნახე, ნეოს ბოლოში იქნება დამატებითი 5 წუთი, რადგანაც ნეომ დაიწყო პირველთან თვითონვე დაიწყო. მე რო დამეწყო, მე მექნებოდა თავიდან ნაკლები 5 წუთი, გესმით? ამიტომაც დამატებითი დრო არ არის ეს. ანუ როგორ ვერ ერკვევით დებატებში, მაგდენად რომ გადახვიდეთ, დასერჩეთ მაინც რას ნიშნავს დებატები, ფორმალური დებატები, რა ვიცი. კაი, მაგის იქით რა. ესე იგი, ახლა ნეო რაში ძლიერი არ არის. მაგის გამო არ მაქვს მოტანილი, რომ ნეო არ არის ძლიერი ლოგიკაში და ფილოსოფიაში. რა იმიტომ მაქვს მოტანილი, რომ ეს არგუმენტი არის საინტერესო რა. ანუ ეს არის სემანტიკური წრიულობის არგუმენტი რა. ნეო რასაც ამტკიცებს, ნეოს რეალურად საერთოდ არ აქვს მორალი. ეგ არის ფაქტი რა. აი ჩემს მორალს რო უტევს რეალურად, მაგიტო გადავწყვიტე ამის თქმა, თორე ისე დაგეგმილიც არ მაქვს არაფერი. ესე იგი ნეოს სამხედროობაში არის სემანტიკური წრიულობა. სემანტიკურ წრიულობაში აიგულისხმება. კარგს არ აქვს დამოუკიდებელი ონტოლოგიური ინსტანცია. ანუ კარგს არ ღმერთი რასაც შვება ის არის კარგი. ღმერთი რო იობს ცუდად მოექცა, ცუდად არ მოგცევია, კარგად მოექცა. ღმერთმა რო ხალხი აბოძყვიდა, ეგ კარგია. ანუ ღმერთი არის ის, რაც კარგად იქცევა ყოველთვის. ანუ ონტოლოგიური ინსტანცია კარგს არ აქვს. რეალურად ნეოსთან კარგი არ არსებობს. ნეოსთან არსებობს მხოლოდ ღმერთი, რომელიც ყოველთვის კარგი არის. და ყველაფერი რაც მოუპირისპირდება მას არის შეფასებული ცუდად. ამიტომაც მეგობრებო, ნეოს მორალზე საუბარს ნუ მოусმეთ. საშინელება პედოფილია, საშინელება გაუპატრიობა, ყველაფერი ძალიან ცუდია, მაგრამ ეგ იქიდან არ გამომდინარეობს, რასაც ნეო ლაპარაკობს, ეგ გამომდინარეობს იმას, რასაც მე ვიტყვი მომავალში. და ნეო რაზეც საუბრობს, ეგ არის სემანტიკური წრიულობა. და მინდა ამას ყურადღება მიაქციოთ, ნახეთ. ონტოლოგიური ინსტანცია არ გააჩნია მორალს აშნიშნავს. ესე იგი მორალი არ არსებობს. მორალი არ არსებობს, რას ნიშნავს? რომ არსებობს ღმერთი, რომელიც უბრალოდ რაღაც ქმედებებს აკეთებს და მას ჩვენ ვაფასებთ როგორც კარგს. ანუ ეს ღმერთი არსებობს თუ არ არსებობს, ეგ ცალკე ნეოს დასამტკიცებელი აქვს კიდე, მაგაზე ცოტა ხანში გადავალთ, მაგრამ ანუ მორალზე როგორ საუბრობს ადამიანი ჩემთან, რომელთანაც მორალი განხილულია იქ ღმერთისთვისებად. ანუ ონტოლოგიური ინსტანცია ცალკეულ გამოყოფილი არ აქვს. მე ვამბობ ძალიან მარტივად, რომ მორალს გააჩნია თავისი ონტოლოგიური ინსტანცია, მორალი არსებობს, დამოუკიდებლად ავტონომიური არსებობა გააჩნია მორალს ადამიანში და ანუ ზოგადად სუბსტანციურ დონეზე, მორალი არსებობს და რამეს ადამიანი აკეთებს, როცა აკეთებს, ის ან აუცილებლად კარგია, ან აუცილებლად ცუდია. როდესაც ადამიანი აშავებს რაღაცას, აუცილებლად ცუდია, როდესაც კარგად იქცევა, აუცილებლად კარგია. ამას ვამბობ მე. ნეო ამას ანუ ნეოსნაირი ადამიანები სხვადასხვის ახლა ბოდიში ნეო არ მინდა რომ რაღაცა შენ შეგეხო, კაი ნეოსნაირი ადამიანები არა. მაგრამ აი მაგალითად ბევრი ისეთი რელიგიური ადამიანი შეიძლება გაგახსენდეთ, რომელსაც თავი აიფეთქეს და მე ხო ეს ღმერთს უნდოდა. აი ისეთები არიან, გესმით? ანუ ნეოზე არ მაქვს საუბარი ამ შემთხვევაში, ნეო რა თქმა უნდა თავს არ აიფეთქებს და ღმერთს დაიფაროს და ყველამ დავიფაროთ რა, მაგრამ მაგის იქით. ანუ ადამიანი რომელიც ფიქრობს რომ მორალს ონტოლოგიური ინსტანცია არ გააჩნია, არის საშიში, იმიტომ რომ იმას შეიძლება მოეჩვენოს, იმას შეიძლება იფიქროს რომ ღმერთმა რაღაც უთხრა და ღმერთი ყოველთვის კარგს ამბობს და მაგის გამო გააკეთოს. იმას შეიძლება ყურანში, ბიბლიაში რაღაც ამოიკითხოს და მაგის გამო მოიქცეს ეგრე. მაგრამ ადამიანი თავისით უნდა მიხვდეს რა არის კარგი და რა ცუდი. შემეცნებით ადამიანი უნდა იყოს ჭკვიანი რომ მაგას მიხვდეს. გესმით?
ონტოლოგიური ინსტანცია უნდა მიანიჭოს მორალს. ამიტომაც ჩემი არგუმენტი არის ესეთი. ახლა ვაყალიბებ არგუმენტს. ნეო მომისმინე და ჩაიწერე და ახსენი. რა არის მორალი და შესაძლებელია თუ არა ღმერთი მოიქცეს ამორალურად. თუ არ შეიძლება რომ ღმერთი მოიქცეს ამორალურად, შესაბამისად აქ ვადგებით სემანტიკურ წრიულობას. ღმერთი უდრის მორალურ ქცევას. შენი დეფინიცია იქნება ლოგიკურად არასწორი, ნებისმიერ აკადემიურ სივრცეში, ნებისმიერი ფილოსოფოსი ამას შეაფასებდა არასწორად და ნებისმიერი მეცნიერი და ესენი თუ ვერ გაიგებენ აქ ვინც გვიყურებს 1090 კაცი. ნახევარზე მეტი რო შენი არის, ეგ არ მაინტერესებს. მე მთავარია რომ სწორი ვიყო, რასაც ვამბობ რა, ჭეშმარიტების მომხრე ვარ. შე რო იყო სწორი, შენ აზრზე გადმოვალ. რაიმე სწორს თუ იტყვი და გეთახმები. გესმის? ის რო თქვი სწორი რომ ცუდია ბავშვო, ცუდად ეგცევი, გეთახმები, ძალიან ცუდია. გესმის და ასე შემდეგ. ნებისმიერ ამის რასაც სიმართლეს იტყვი, მე შენთან ვარ რა, მაგრამ არგუმენტი ესეთი არის, შენ არ გაქვს მორალი. გესმის? შენი მორალი არის სემანტიკური წრიულობა. შენ ყავს უბრალოდ ღმერთი. მორალი არ გაქვს. მორალზე ლაპარაკის უფლებაც არ უნდა გქონდეს შენ ნორმალურ დებატებში რო ვიყოთ. ნორმალურად გესმოდეს აზრი, ნორმალურად გესმოდეს რასაც ვამბობ, მაგას არც იზამდი. ახლა მე ველოდები, რომ ნეომ დაამტკიცოს, რომ მორალს გააჩნია ონტოლოგიური ინსტანცია. ონტოლოგიური ინსტანციის დამტკიცებას ველოდები ნეოსგან. ეს უნდა გააკეთოს მან ლოგიკური ფორმულაციით. ამას თუ ვერ გააკეთებს, არ ვიცი თქვენ გესმით თუ არა აქ რა ხდება ახლა და იაზრებთ, მაგრამ საქმე რაში არის იცით? შეუძლებელია ანუ მატერიალურთან კოექსისტენცირება, რასაც შეუძლია, რომ კოერტოპულად განსაზღვრო. ანუ არ ხდება ეგეთი რაღაცა ფილოსოფიაში. ვერ გაიგეთ ეს რაც თქვი? არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ესია ისედაც. ჭეშმარიტება არის ეს. შეგიძლია თვალი გაუსწორო ამას. არ შეგიძლია, კაი, ახლა ახსენი, მარტივად ახსენი რა ონტოლოგიური ინსტანცია გააჩნია შენთან მორალს და დაამტკიცე რომ ეგ ონტოლოგიური ინსტანცია არსებობს. ეს არის ჩემი არგუმენტი, მეტი არაფერი და მადლობა დონაციისთვის, მადლობა ვინც გიყურებს, ნეოს მხარდაჭერებს მადლობა ნეო ცუდ საქმეს არ აკეთებს, მაგას არ უიზახიმე, აპოლოგეტიკას მიაწექი, კარგია, ყველას განავითარებს და ასე შემდეგ. მადლობა ყველას ვინც აქ ხართ. გინება და ცუდი სიტყვები არ დაწერეთ. მადლობა. მზად ხარ? კი ბატონო. ჩარტი ჩემი დრო. პირველ რიგში სანამ გავცემ მაქსიმალიკური წრიულობის პრობლემას, რომელიც რეალურად არ იმყოფება და ოპონენტის მიერ არის შექმნილი, იმიტომ რომ ოპონენტი ფუნდამენტურ დონეზე ვერ ერკვევა რეალურად ჩემი სიკეთის დეფინიციას ამ შემთხვევაში და მორალის ონტოლოგიურ საფუძველზე. ეს ერთი, მაგრამ პირველ რიგში მინდა ესეთი რაღაც ვთქვა. როდესაც მორალზე ვსაუბრობდით რა და როდესაც თემამ პასუხი გამცა ამ ყველაფერზე, როდესაც მე ვკითხე რომ როდესაც იგი დამითახა რომ ყველა ადამიანი სრულყოფილია და მე ვკითხე არის თუ არა ის ადამიანი სრულყოფილი, რომელიც პატარა ბავშვი გაუპატიურა, თემამ თქვა ესეთი რაღაც ჩემი დეფინიციით ეგრე უნდა იყოს, იმიტომ რომ მაგას ლოგიკური დასკვნა მოყვა, მაგრამ შენი დეფინიციით გეტყვი რომ მოდი არ არის სრულყოფილი. ანუ ადამიანს საკუთარი სრულყოფილების თავის მსოფლმხედველობაში ისიც კი არ აქვს, იმის საფუძველიც კი არ აქვს, რომ თქვას რომ არასრულყოფილი ადამიანი, რომელსაც პატარა ბავშვი გაუპატიურა და ჩემი მსოფლმხედველობიდან იპარავს დეფინიციას, რომ ოღონდ რამენაირად გამოვიდეს, რომ უარყოს, რომ არასრულყოფილია ის ადამიანი. ეს ერთი, მე მეორე, თუ ყველაფერი ღმერთია, როგორც ამბობ, პანთეიზმი მაგას უმობს, ყველაფერი ღმერთია, მაშინ თავისთავად ის ადამიანიც ღმერთია. ხო, მაგას იცოდი, რომ ყველაფერი ღმერთია. შესაბამისად, ის ადამიანიც ღმერთი გამოდის. და ეს ერთი და მე მეორე, ეხლა რაც შეეხება ამ სემანტიკური წრიულობის თვითონ პრობლემას, რომ მორალს არ გააჩნია თურმე ონტოლოგია. ამ შემთხვევაში არის გაუგებრობა ღმერთთან დაკავშირებით, უშუალოდ ღმერთის არსებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვამბობთ, რომ ღმერთი არის უბრალოდ რაღაცა ბუნება, ან უბრალოდ პიროვნება, ღმერთი არის პიროვნება, რომელსაც გააჩნია ასევე ბუნება. თემო ამბობს, რომ მორალს არ გააჩნია ონტოლოგია. კი, მორალს გააჩნია ონტოლოგია, ღმერთის ბუნება. მაგრამ ღმერთი რომ მოქმედებს, ეგ არის სწორი, იმიტომ რომ ღმერთი მარტო ბუნება არ არის, ღმერთი არის პიროვნება. პიროვნება და ბუნება არ არის ერთი და იგივე. და საერთოდ პიროვნება არის ინსტანცია, რომელიც ფლობს ამ ბუნებას. ბუნება ასევე არ არის ეს ინდივიდი. მე როგორც ხედავ, ჩემს ოპონენტს თავის მსოფლმხედველობაში საერთოდ პიროვნების მცნება, როგორც ხედავ, არ გააჩნია რა. ძირითადად იყენებს ინდივიდის მცნებას. ინდივიდი არის უბრალოდ რაღაცა კერძო, კონკრეტული სპეციფიკური გამოხატულება ბუნების. ეს არ არის ამ შემთხვევაში პიროვნება. იმიტომ რომ კერძო გამოხატულება, იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთი არის სამი პიროვნება, სამი ინდივიდი არა, მაშინ სამი ღმერთი გამოვა. შესაბამისად, ანუ კერძო გამოხატულება არ არის ისა ნახვია ბუნება, იმიტომ რომ ინდივიდი ბუნებით გამოხატულებაში, რადგან სპეციფიკური გარკვეული ინტენსივობით გამოხატულება არის ყოველთვის შეზღუდული. ღმერთი არის შეუზღუდავი, ღმერთი არ არის ინდივიდი, სამი ინდივიდი, არამედ არის სამი პიროვნება. პიროვნება არის ინსტანცია, რომელიც ფლობს ბუნებას, ანუ არს თვისებების ერთობლიობას, მაგრამ სრულად არ დაიყვანება ამ ბუნებაზე. მაგალითს მოვიყვან. მაგალითად ჩვენ რო ვადგენთ ვიღაცის იდენტობას რა, ავიღოთ მაგალითად თემო. ანუ თემო იყო სიტყვაზე თავისი ბუნებითი თვისებების, როგორც ინდივიდი ბუნებითი თვისებების გამოხატულებით რა. იყო პატარა ბავშვი, რაღაცა ლაპარაკი არ იცოდა, ტიროდა, ასე შემდეგ. დღეს რაღაცა გაიზარდა
და რაღაცა ლაივში რაღაცებს ლაპარაკობს, რაღაცა აბსურდს, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ თემო არის მაინც ერთი და იგივე, ანუ იდენტობა მაინც არის ცვლება მიუხედავად იმისა, რომ ბუნებითი თვისებების ამოქმედება დროის კონკრეტულ მომენტში ხდება განსხვავებულად. ანალოგიურად პიროვნება არ განიმარტება იმ გაგებით, რომ განმარტება ნიშნავს რაიმე ცნობილზე დაიყვანო რაღაცა. შესაბამისად პიროვნებას ჩვენ უყურებთ როგორც ინსტანციას, რომელსაც გააჩნია ბუნება, რომელიც არის ბუნებითი თვისებების არსის რეალობაში მომყვანი. შესაბამისად ონტოლოგიურად მორალი დევს ღმერთის ბუნებაში, ეგ პრობლემა თუ არის და მეორე პიროვნებაა, თან მე ღმერთი მარტო ბუნება ხო არის, რაღაც ბუნებრივი ძალა ხო, ბრმა და ის ღმერთი არის პიროვნება, რომელიც ამოქმედებს ამ ბუნებას. შესაბამისად იქედან გამომდინარეობს, რომ ღმერთის ყველა პიროვნული ქმედება არ შეიძლება იყოს ამორალური, იმიტომ რომ თავად მისი ბუნებიდან გამომდინარეობს ის, რომ არის იგი აბსოლუტური მორალი, აბსოლუტური სიკეთე. შესაბამისად ვერანაირად ვერ იქნება ვერც ერთი ღმერთის მხრიდან განხორციელებული ქმედება ამორალური. მიზეზი ამის არის ის, რომ ანუ ღმერთი არის ასევე პიროვნება. ჩვენ ერთადერთი გზა, როგორც შეგვიძლია ღმერთის შეცნობა, არის მისი პიროვნებიდან გამომდინარე. ანუ იგი პიროვნულად მოქმედებს. ბუნება არის თავისთავად მარადმიღმიერი, ყოვლით ურთუხილავი, ღმერთის შესაცნობად, მაგიტოა წერილში ღმერთი არასადავი ნიხილა. ანალოგიურად ჩვენ ღმერთის ბუნებას კი არ ვჭვიდავთ. არამედ ღმერთი პიროვნულად მოქმედებითად გვეცხადება და რადგან ვიცით, რომ მისი ბუნებიდან გამომდინარე იგი ყოვლად უტყუარია, ამიტომ ვიცით, რომ ისეთივეა ბუნებითად, როგორადაც იგი მოქმედებაში გვეცხადება. შესაბამისად, ღმერთის მოქმედება ზუსტად და თანმიმდევრულად ასახავს მის აბსოლუტურ ბუნებას, რომელიც თანმიმდევრულად შეესაბამება აბსოლუტურ სიკეთეს. ამ შემთხვევაში ჩემი ოპონენტის მსოფლმხედველობისგან განსხვავებით სიკეთე და სიბორტე როგორ ანსხვავებს, ანუ ორივე არსებობს, რაღაცა ყველაფერი ღმერთია, ყველაფერი ერთია, ყველაფერი ერთი იმის ნაწილია, რაღაცა მე საფუძვლიანი პასუხი და ახსნა ამ საკითხთან დაკავშირებით თუ როგორ ანსხვავებს ჩემი ოპონენტი სიკეთე სიბოროტისგან, იმიტომ რომ ორივე ღმერთის შემადგენელი ნაწილია, როგორც იგი თვითონ ამბობს. მაშინ ანუ როგორ განსაზღვრავ რა არის სიკეთე და რა არის სიბორტე. და მე მაინტერესებს, ანუ ამ შემთხვევაში იგივე შენი მსოფლმხედველობის ადამიანმა რო თქვა, შენ რასაც სიკეთეს ეძახი, ის რო სიბოროტეს მიიჩნიო, ამ შემთხვევაში რა ხდება? ოკეი, ამოვიწეროთ რომ თემო ეს ის იყო, რა ქვია, უარყოფის დრო იყო, ანუ ამაზე ხა შენ პასუხს არცემ, იმიტომ რომ ანუ ნეოს უნდა ეუარყო შენი არგუმენტები და ანუ ნეოს შენ წესთან უნდა მოგეთხოვა ხა თემოს რომ ეგენი ეუარყო. ვარყოფა გაიკეთებინა მაგის. 5 წუთი გაქვს, კიდე 5 წუთი. ვიცი თემო, ვეთქვი. ეხლა გაქვს ნეო შენ 5 წუთი, რომ ეხლა წარუდგინო შენ თემოს არგუმენტი, ანუ ამ დროში შენ წესით თემოს არგუმენტის ვარყოფა უნდა გაგეკეთებინა. ეხლა უნდა დამტკიცო შენი არგუმენტი წარადგინო და მტკიცება გაქვს ახლა შენ 5 წუთი გაქვს. მოიცა რა არგუმენტი უნდა წარადგინო ეხლა. ეხლა გაქვს მტკიცების დრო, ანუ წეგან გქონდა. მე ასევე მინდა. იბატონ. მე ასევე მინდა ანუ პასუხი გავცე, ანუ წინა ვიდეოში წინა ვიდეო იწყებ ლაპარაკს? კი ბატონო, ოღონდ ხო, აი რაღაცებს მინდა რომ პასუხი გავცე რა, წინა ვიდეო. რა ის საუბარიც გინდა დროის ფარგლებში შეგიძლია ისე ჩავთავ ახლა და შეგიძლია დაიწყო. ჩავთე. კი ბატონო. წინა ვიდეოებში მოკლედ რა, მოდი დავიწყებ პირველი ვიდეოთი, რომელიც დაიდო რა. მან იყო რამდენიმე რაღაც ამოყენებული და ამაზე მინდა რომ ეხლა მოკლედ ამოვწურო ამაზე, იმიტომ რომ არც არის რეალურად ეგ ბევრი სასაუბრო რა. პირველ ვიდეოში იყო ესეთი რაღაც, რომ შენ თუ ამბობ რომ ღმერთი არსებობს, ანუ არსებობა არის პრედიკატი, ეს რაღაც სიზახდა. როგორც მახსოვს ამბობდა რომ ხო, ანუ ღმერთის სუბიექტი არსებობა პრედიკატი, ანუ ისო რა არსებობა, შენ თუ რეალობაში ყოფნას ეძახიო, მაშინ რომ ღმერთი და რეალობა არისო ორი სხვადასხვა ინსტანცია, ან ერთია მეორეში, ან ერთიდან გამომდინარეობს მეორეო, ან პირიქითო რა. პირველ რიგში მე მინდა ვთქვა, რომ მე არ მithქოს რომ არსებობა პრედიკატია, ეგ სიტყვა ჩამიდეს, რავი, ხა მე არც ვიცოდი გულწრფელად რო თქვა, საერთოდ პრედიკატი რა იყო. რეალურად რა, გულწრფელად რო ვაღიარო და რეალურად მე ამ შემთხვევაში არ განვიხილავ როგორც არსებობას, როგორც რაღაცა იმას თვისებას, რომელიც ღმერთს გააჩნია რა. ღმერთი არის თავისშივე არსებობა რა. ღმერთი არ მონაწილეობს ყოფაში, ის არის თვითმყოფადი ყოფნა, როგორც აფინელი ამბობდა. ეს ნიშნავს, რომ ღმერთის ბუნება არ განისხვავება რაიმე რაღაცა გარედან მიცემული პრედიკატით. არამედ იგი არსებობს თავისი აუცილებლობით რა. ამიტომ ღმერთი და არსებობა არ არის ორი სხვადასხვა ინსტანცია პირიქით. ყველა სხვა რეალობა, რაც არსებობს ღმერთისგან მონაწილეობით, ფლობს ყოფნას ღმერთისგან. ქმნილებები რეალურია, იმიტომ რომ ღმერთი ანიჭებს მათ ყოფნას. ღმერთი კი არ იღებს ყოფნას, ის არის ყოფნის წყარო. ეს არის პირველი ნაწილი, რაზეც მინდა პასუხი გამოსვა. მეორე ჩემი აზრით არის აი კატეგორიული შეცდომა რა, ის რომ ღმერთი თუ არამატერიალურია, ანუ იგი ვერ შექმნიდა, ღმერთი თუ არამატერიალურია, იგი მატერიას ვერ შექმნიდა, ეს რაღაც სრულ საფუძვლის რაღაცა ფალასი
საჭიროების ფალასია რა პირდაპირ. პირველ რიგში შეცდომა იმის ფიქრი რომ მარტო ის შეუძლია რომელიმე აგეთს რაც მასში უკვე არსებობს. რა მე და ჩემო ოპონენტა ამ საკითხზე ვისაუბრეთ, მე მას მოვუყვანი ასეთი მაგალითები რომ მაგალითად კომპოზიტორი ქმნის მეთქი სიმფონიას რომელიც მანამდე არ არსებობდა არც კომპოზიტორში და არც ფიზიკურად თვითონ მუსიკა. მოვუყვანი მაგალითი რომ ხატარი ქვის ახას ამ პროგრამისტი რაღაც პროგრამულ კოდს რაღაც ვირტუალურ სამყაროს რომელიც პროგრამაში არ არსებობდა. ამაზე ჩემი ოპონენტი მეუბნება იმას რომ ანუ ისო იმიტომ ქმნისო იმას რომ მაშიო მატერიალური ელემენტი არისო პროგრამაშიო და ასევე იმაში მუსიკაში და საქმე იმაშია მეგობრებო რომ თვითონ ეს მატერიალური შემადგენლობები კოდის ან მუსიკის არ არის იდეის წყარო ამ შემთხვევაში ეს არის უბრალოდ გამოხატვის ინსტრუმენტი თავად იდეა არის ამ ყველაფრის შექმნის წყარო და პროგრამი შეეძლო თავისი კოდი საერთოდ არაწერილობის ფორმაში იმას ექნა რა ამიტომ არასწორია რომ თქვა რომ რადგან ქმნა ზოგადად არ ითხოვს რომ შემოქმნეს ქონდეს ზოგადად საკუთარი ობიექტი საკუთარი რაღაცა ობიექტი შიგნით რა რაც უნდა შექმნას ანალოგიურად როდესაც აი მოდუს ტოლენსი ამბობს რომ ისა ამ შემთხვევაში მოდუს ტოლენსში არსებობა მოქმედება არის A შედეგი არის B და B უკვე იყო A-ში ღმერთი როგორც თავისი მოქმედება გამოხატა მატერიაში ეხლა ამაზე მინდა რომ რაღაცა მოკლედ განვორცო რა ეს საკითხი რა მე ამ საკითხზე მე ვიფიქრე რა ოპონენტთან ლაივის მერე და ესეთი რაღაც ვნახე რა წმინდა გრიგოლ ნოსელი იყო რომელიც ხსნიდა ამ ყველაფერს მე-16 საუკუნეში ამ ყველაფერს საფუძვლიანად ხსნიდა თუ ღმერთი არამატერიალურია როგორ შექმნა მან მატერია რა პირველ რიგში ესეთ რაღაცას ამბობდა წმინდა გრიგოლ ნოსელი რომ პირველ რიგში იყო თვისებების პირველადი შექმნა ანუ ღმერთმა შექმნა უშუალოდ არა მატერია როგორც ასეთი არამედ მან პირველ რიგში შექმნა მატერიის თვისებები მაგალითად სიმსუბუქე სიმძიმე სიმტკიცე სირბილე სითბო სიცივე და ფერი ფორმა და ასე შემდეგ თვისებები როგორც არამატერიალური იდეები ეს თვისებები თავისთავად არამატერიალური გონიერი იდეებია გულიზრახვანი ეგრეთ წოდებული გონებანი შეგვიძლია მოწოდოთ ისინი დამოუკიდებლად არ წარმოადგენენ ნივთს აი მატერია როგორც თვისებათა ერთობლივობა ანუ მატერია ანუ ნივთი წარმოიქმნება მაშინ როდესაც ეს არამატერიალური გონიერი თვისებები ერთმანეთს შეერთვის ან შეხშირდება პრობლემის გადაჭრა ამგვარად ანუ არამატერიალურ ღმერთმა როგორ შექმნა ისა რა ქვია მატერია ანუ ეს არის გონიერი თვისებები რომელთა კომბინაციამ და ურთიერთქმედებამ წარმოშვა მატერიალურ სამყარო ერთ-ერთმა მეცნიერმა გაუკეთა ამას კომენტარი ასეთი რომ ანუ გრიგოლი ახდენს მატერიისგან მისი თვისებების აბსტრაჰირებას რომელიც თავისთავად გონიერნი არიან და არამატერიალურები რა და რამდენადაც ნივთიერება სხვა არ არის რამე თუ არამატერიალურ გონიერ იდეათან აერთი აღარ არსებობს ამ შემთხვევაში არანაირი წინააღმდეგობა რა ამაზე კიდე დავამტებ ის რომ მე ეს მსჯელობა მინდა რომ განვორცო მაგრამ 40 წამი რადგან მაგ დარჩენილი ჩვენ ვხედავთ რომ საგნებს ზოგადად გააჩნია ანუ ასე თქო მატერიას გააჩნია რაღაცა თვისება რომ ასახოს რაიმე რაც მის იმანენტურ შინაარსს აღემატება მაგალითად მატერიას აქვს უნარი ასახოს აი სურათზე გამოსახულ მატერიას აქვს უნარი ასახოს ომის იდეა რა ომი რო არის ნახატზე გადმოცემული ამ შემთხვევაში ნახატის ფიზიკური შემადგენლობა ტილო და საღებავი კი არა სახავს ომს არამედ კონკრეტული დიზაინი რომელიც ინტელექტუალური დიზაინერმა მიანიჭა ამ მატერიას რა ანალოგიურად არსებობა საერთოდ და არსებობა როგორც თვისება რომელიც ღმერთისგან გამომდინარეობს როგორ მიანიჭა ამაზე მე განვორცობ იმიტომ რომ ეხლა 3 წამი დამშა და ხო კი ბატონო ეხლა იქნება გამერცადრო ხო უარყოფის რომ საგეთ ავერ წამი მოდერებს ვეთქვი რომ ჩაც ყურადღება მიაქციეთ ოკეი 1 2 3 მიდით ამა ავე პირველში მართლა გულწრფელად ვიტყვი ამას რომ ამაზე საწყალი ფილოსოფიური მსჯელობა მე დიდი ხანი არ მომისმენი ანუ ფაქტია ნეომ რამდენიმე რაღაცა თვის მერეც ვერ გაიაზრა საერთოდ რა ხდება და გამომდინარეობის კანონი რა არის და ასე შემდგომ რა ახლა ჩემი ის დრო არის ავტოთავიდან მიქნე პროსტო რომ ამის ისინი უარყო ხო ხო მაგათრო ხო ამას არგუმენტი არ ჩამოუყალიბებია რა უნდა უარყო ანუ ჩემ რაღაცებს უბრალოდ ჩემ რაღაცებზე საუბრობს და მოდი აი მაგაზე ვილაპარაკე მაშინ სხვა რა გზა არის რადგანაც მაგის დროა რომ რაღაცები უარყო აი ჯერ ერთი მოდი იმით დავიწყოთ რომ ბოდიში რა მართლა კულტურალ მეცინება ანუ როდესაც საუბარი არის ინდივიდზე რომელიც შედგება დუალური სუბსტანციისგან რა ორი სუბსტანციისგან მატერიისგან და იდეისგან რა თქმა უნდა მას შეუძლია იდეა მოუვიდეს და მე მატერიით მოახდინოს ოპერირება როდესაც საუბარია ნახატზე რომ ის მას უყურებს და ის ომის შინაარსს ატარებს რა თქმა უნდა ნახატს შიგნით არ აქვს ეგ რა ომი და რაღაცა რა ნახატზე არის რაღაცა აღბეჭდილი მე დავინახავ და ეგ ასოცია მიჩნდება იმიტომ რომ მე მაქვს გონებაში იდეები რა ანუ ეს არის ძალიან მარტივი ელემენტარული რაღაცა არის აი ამას საუბრობდნენ რავი ჯონ ლოკი და ლაიბნიცი და რაღაცა რაზე მიწევს ლაპარაკი საერთოდ კაი მაგის იქით გავუყვეთ კაი რაზე საუბრობს ნეო 2 წამი დავლე არ გადარ გუჩქარება ეს უარყოფის პერიოდი მაქვს ახლა რა თორე ჩემ არგუმენტებს ჩამოვაყალიბებ
ესე იგი, ნეო საუბრობს იმაზე, რომ სრულყოფილების დეფინიცია ჩემგან იპარავს, არაფერს არ ვიპარავ, ვისაც სჭირდება შენი სრულყოფილების დეფინიცია. მე უბრალოდ ვამბობ იმას, რომ შენ დეფინიციას, რასაც გულისხმობ, ანუ მაგას რომ ვგულისხმობდე მე, მაშინ მეც შენს აზრზე ვიქნებოდი. ანუ საქმე იმაში არის, რომ აი მაგალითად შენ თუ ანუ ყველანაირად კარგი, ეს არის სრულყოფილი რა შენთვის დაახლოებით. ყველანაირად კარგი თუ იგულისხმობა სრულყოფილებაში, რა თქმა უნდა, ვინც უდად იქცევა, ის არ არის სრულყოფილი რა. ხვდები? და ნეოს თხოვე რომ მორალური ინსტანცია აეხსნა ონტოლოგიური არსებობის არ აქვს, ანუ ვერ ახსნა რა. ანუ ადამიანმა დაიწყო ლაპარაკი იმას, რომ ღმერთი რასაც აკეთებს არის მორალურიო და ღმერთში არის ეგ თვისებაო რა. ანუ ეგ არის სემანტიკური წრიულობა, რაზეც ვლაპარაკობდი რა. სემანტიკური წრიულობა ნიშნავს იმას, რომ ორი განსხვავებული რაღაც უნდა იყოს წესი და რიგით, მაგრამ ადამიანი ამ ორ განსხვავებულ რაღაცას აიგივებს და ერთმანეთის თვისებებად ან ერთის თვისებად ხდის. ეს არის ლოგიკური შეცდომა, მეგობრებო. ამას ვინც არ ხედავთ და აქ რაღაცებს წერთ, არ იცით უბრალოდ და ვერ ერკვევით და მაგიტომ რა. გასაგებია რომ ფილოსოფიაში ვერ erკვევით არც არის აუცილებლად ვერ erკვევოდეს, მაგრამ ხო უნდა დაფიქრდეთ ამაზე, რომ ადამიანი იღებს მორალს და რას უკეთებს? ონტოლოგიურ ინსტანციას რეალურად ართმევს, იძახის ონტოლოგიური, ვაფშე იცი ონტოლოგიური ინსტანცია რას ნიშნავს? ონტოლოგიური ინსტანცია ნიშნავს იმას, რომ ავტონომიური ონტოლოგიური ინსტანცია გააჩნია, ავტონომიური. იცი ავტონომიური რას ნიშნავს? იმას, რომ თვისება არ უნდა იყოს. როგორ შეიძლება კარგი სიკარგე ზოგადად იყოს ავთოს თვისება თავიდან ბოლომდე? გაიგე? ვერ იქნება. ეს ერთი. მეორე, აი, რა ვიცი, რაც კი ამან გააკეთა, ყველაფერი იყო მემეტიკური. მეტი არაფერი. ყველაფერი იყო სოფისტიკა და მემეტიკური, მაგრამ მიყვეთ რა. ესე იგი, მე მინდა რომ უფრო სერიოზულობისკენ წავიდე საუბარი. ცადე ეგ, მინდოდა რომ ონტოლოგიური ინსტანცია აეხსნა, ეგ ვერ გააკეთა. ოკეი, დავანებეთ მაგას თავი. შემდგომ გაინტერესებს კარგისა და ცუდის დეფინიცია. მე კარგისა და ცუდის დეფინიცია მოგეცი და გეუბნები ამას ობიექტურად როგორ იხსნება ეგ ყველაფერი რა. შენს არგუმენტს მაგით ვეწინააღმდეგები. ნუ არგუმენტი არ გაქვს, რაც გაქვს მაგას ვეწინააღმდეგები, რაც ილაპარაკე მაგას რა. ნახე არსებობს ობიექტური ღირებულებები. ნახე, კარგი არის ის, რაც მიზანთან მაახლოვებს, ცუდი არის, რაც მაშორებს. არსებობს რაღაც, რაც ყოველთვის მაახლოვებს მიზანთან. ეს არის შემეცნება, ცხოვრება და არსებობა და კიდევ რამდენიმე რაღაც, მაგრამ ეს სამი ავიღოთ. ვინც იცის, რომ ეს სამი არის ობიექტურად კარგი, ის არავის არაზრს მიაყენებს ეგეთ ზიანს, რომელზეც შენ საუბრობდი. გესმის? ანუ ობიექტური მორალი ნიშნავს ამას. მორალი არ არის ბოლომდე პრესკრიფციული, მორალი არის დესკრიფციული. შენ რაზეც საუბრობ, ეგ მანდ არ არის მოცემული საერთოდ. მორალურ ქმედებაში არსად იპოვება ის, რაზეც შენ ლაპარაკობ, არსად არ მოიპოვება. შენ საუბარს ხალხი ვერ ხვდება და ეგ არის შენი პლუსი რა, რომ ხალხი ვერ ხვდება რას ამბობ. ხალხი რო ხვდებოდეს რასაც ამბობ, მაშინ ამდენს არ ილაპარაკებ, ვერ ილაპარაკებდი, იმიტომ რომ მიხვდებოდნენ რომ ანუ ფილოსოფიურად გამომართო რაღაცას ამბობ. სემანტიკური პრობლემა ვერ გადაჭერინე, გულწრფელად გეუბნები, დებატების გამო არ ვიზახით, თუ გინდათ ამის ვერ გავთიშო და ისევ ინსტაგრამის დაგირეკავ და აგიხსნი. სემანტიკური პრობლემა როგორ უნდა გადაჭრა მართლა აგიხსნი. გესმის? სემანტიკური პრობლემა არ გადაგიჭრია, პირიქით გაამძაფრე, როდესაც მაგაზე ილაპარაკე. სულის და მატერიის იმას რაც შეეხება გამოდინარეობის კანონის ამბავს შეხედე როგორი რაღაც არის. ნახე, საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი რასაც შედგება ორი რაღაცისგან, მენტალობისგან და მატერიისგან, მას როცა მოუვა იდეა, შეუძლია რომ მატერიაში გამოვალინოს, როდესაც მატერიისგანაც შეიძლება რომ იდეა წარმოქმნას, იმიტომ რომ ორივე გააჩნია, ადამიანი არის შედგენილი ამ ორი რაღაცისგან. მაგრამ შენ საუბრობდი იმას, რომ ისა რა ქვია, ამობდი ესეთ რაღაცას, ერთი, რომ ღმერთი არის სრულად მენტალობა, მასში არ არის მატერია, შესაბამისად იგივეს ვერ იზამს, ეგ შენ მაგალითი მაგაზე არ ვრცელდება და მას ბავშვიც უნდა მიხვდეს წესით, რომ ეგ მაგალითი რაც მოიყვანე ამაზე არ ვრცელდება და მეორე, შენ არ ამობდი რომ ყოველი შემძლე არის ზოგადად ღმერთი, საერთოდ ყველაფერი შეუძლია, შენ ამობდი რომ ღმერთი შეუძლია ყველაფერს ლოგიკურად არის შესაძლებელი. მე არ შემომიტენია შენთვის პრედიკატის სიტყვა, საერთოდ რა, უბრალოდ სქოლასტიკოსები და ქრისტიანები ძირითად შემთხვევაში პრედიკატად განიხილავენ არსებობას. კანტიანურ მეტაფიზიკას და კანტიანურ ლოგიკას არ ემხრობიან და მაგიტომ. და შენ შეგეძლო გეთქვა, რომ არ ვიცი რას ნიშნავს თუ. ჩამირთე ჩემი არგუმენტის წარდგენის რომელი. მორჩ. ხო, ეხლა შენ გაგკითხების დრო და თავდროს 1 2 3. აი, რეალურად არა, თემოს ჯერი არის ისო. თემო ეს უარყოფა იყო და ეხლა ხო, ერთი წამი, ანუ ეს იყო თემოს უარყოფის დრო და ეხლა თემოს არგუმენტი. აი, ეხლა შეიძლება გავცე ეხლა ამას პასუხი რაც არა, ანუ ეხლა შენ გიპასუხა პირიქით, ეხლა თემო წარადგენს არგუმენტს და მე უნდა უპასუხო მაგას. აი. ჩავრთე. აი, ესე იგი, მოდი ესე დავიწყოთ რა, რადგანაც ამ არგუმენტს ჩამოვაყალიბებ, ახლა რადგანაც თვითონ ილაპარაკა ამაზე, თორემ მე არაფერი მომზადებული არ მაქვს და არც მაინტერესებს ამისთვის არც მომზადებოდი რა. ჯერ ერთი. თუ ამბობს რომ არსებობა არ არის პრედიკატი, არსებობა არის მდგომარეობა რა. აი მაგას რო ამბობს, ეგ იმას ნიშნავს რომ ღმერთი არსებობს არის ტავტოლოგიური მტკიცება. აუცილებლობითი არა, ტავტოლოგიური მტკიცება. ტავტოლოგიური მტკიცება რას ნიშნავს ამ შემთხვევაში? ოღონდ ტავტოლოგიური არაინფორმაციული თვისება. ისა მტკიცება. რას ნიშნავს ამ შემთხვევაში? ნახეთ, პრედიკატი რო იყოს რაღაცა, ის უნდა იყოს უფრო მაღალი კატეგორია.
რაღაც გაგებით მაინც. ნეო ამბობს, რომ არსებობა არ არის უფრო მაღალი კატეგორია, არსებობა არის ღმერთის მდგომარეობა. ეს იმას ნიშნავს, ეს ორნამენტს ნიშნავს, თუ არსებობა არ არის უფრო მაღალი მდგომარეობა ვიდრე არ არის უფრო მაღალი ინსტანცია ვიდრე ღმერთი, ამ შემთხვევაში ის უნდა იყოს ღმერთის ნაწილი, ღმერთის თვისება და ამის გამო უნდა გამომდინარეობდეს. სხვა ვარიანტი არ არის, ან მის გარეთ უნდა იყოს და უფრო მაღალი უნდა იყოს, ან მის შიგნით უნდა იყოს და უფრო პატარა. ელემენტარული ლოგიკა არის ეს და მარტივი არის. შესაბამისად, ნეო თუ ამბობს, რომ არსებობა პრედიკატი არ არის ღმერთთან მიმართებაში, მაშინ ღმერთთან მიმართებაში აწყდება ესეთ პრობლემას. ღმერთი არსებობს ნიშნავს არაფერს. იმიტომ რომ ნახე ღმერთი ამას ნიშნავს, იმიტომ რომ არსებობა ასევე არის ღმერთის ნაწილი მაგ შემთხვევაში. შესაბამისად ღმერთი ვერ დამტკიცებს, ნეო ვერ დამტკიცებს ღმერთის არსებობას მარტივი მიზეზის გამო. იმ მიზეზის გამო, რომ აქ საუბრობს ღმერთის თვისებაზე. ანუ თვითონ არსებობაზე, თვისებაზე საუბრობს, მის იმანენტურ თვისებაზე. როდესაც მის იმანენტურ თვისებაზე ისაუბრებს, ანუ ეგეთ არსებობას არავინ არ ვაღიარებთ. აი მაგალითად ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ აუთო არსებობს, აუთო არის უფრო დაბალი კატეგორია ვიდრე არსებობა, იმიტომ რომ არსებობს კიდევ ძალიან ბევრი რაღაცა აუთოს გარდა. ანუ წარმოიდგინეთ წრეები. არსებობა დიდი წრეა, შიგნით არის აუთო. ეს ამბობს, რომ ეგრე არ არის. ანუ პრედიკატი არ არის არსებობაო რა, ამ ღმერთთან მიმართებაშიო, ანუ პრედიკაციას არ უწევს. შესაბამისად ამ ტაუტოლოგიური მტკიცებით, ანუ ანალიტიკურ ფილოსოფიაში და ლოგიკაში მისი მტკიცება არაფერს არ ნიშნავს. რეალურად ჩვენ რო ახლა შეგვეძლოს, რომ ჩავრთოთ ლოგიკური ფორმულები და მაგის შემოწერა რო შემეძლოს დაინახავდით, რომ ნეო რასაც ამბობს არ ჯდება, ვერ დაიწერება, არც ჩაიწერება, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეგ ფილოსოფიურად და ლოგიკურად და შესაბამისად ნეო რასაც ამბობს არის უბრალოდ მცდარი, არ შეესაბამება სიმართლეს. მეორე მხრივ შესაბამისად, ჩემი არგუმენტი იქნება შემდეგნაირი რა. შენ ამბობ, რომ არსებობა ღმერთთან მიმართებაში არ არის პრედიკატი. კარგი, რაც არის არსებობა, ზოგადად ღმერთთან მიმართებაში და ყველაფერთან, ეგ უნდა აგვიხსნა მაშინ, რას ნიშნავს ზოგადად არსებობა. როგორც არ უნდა ახსნა, თუ პრედიკატი არ იქნება ღმერთთან მიმართებაში, შენი საუბარი იქნება ტაუტოლოგიური და არა ინფორმაციული. მაგრამ მაინც ქენი, იმიტომ რომ მაინტერესებს რა სილაპარაკებ გულწრფელად. შესაბამისად, მოდი ესე მივუდგეთ ახლა ამ საკითხს რა. როდესაც ნეო აკეთებს ტაუტოლოგიურ მტკიცებას, როდესაც ნეო აკეთებს ლოგიკურ ფალასის ეგრეთ წოდებულ ad hominems და ცდილობს რომ მე შემომიტიოს როგორც პიროვნებას რა, როდესაც მორალზე აკეთებდა ამას და ასე შემდგომ. ეს მიუთითებს ერთადერთ რაღაცაზე, რომ ნეო დებატებისთვის უბრალოდ მზად არ არის და მესმის 3 თუ 4 თუ 5 დღე რომ მიეცი შენ თავს, შენ თვითონ არიჩი სამშაბათი დღე მართალია, ხო? არ გეყოფოდა იმისთვის, რომ ჩემთან დებატებისთვის მომზადებულიყავ და ოკეია ეგ რა. მეორე მხრივ მე მაინტერესებს ესეთი რაღაცა. ჩემ არგუმენტს ჩამოვაყალიბებ, კიდე გავაგრძელებ რა. არის ორი ვარიანტი. ან შესაძლებელი იყო, რომ სამყარო არ წარმოშობილიყო, ან შესაძლებელი არ იყო, რომ სამყარო არ წარმოშობილიყო. ანუ მოდი მარტივად ვთქვათ რა. სამყაროს რომ არ იარსება შესაძლებელი იყო? ეგ არის და სამყაროს რომ იარსება შესაძლებელი, ანუ ხო და მოდი ახლა ისე მივუდგეთ რა, თუ ამბობს ნეო რომ სამყაროს რომ არ იარსება შეუძლებელი იყო, აქ ღმერთის ინსტანცია არაფერ შუაში არ არის. ესე იგი სამყაროს აქვს იმგვარი თვისება, რომ მას მოუწევდა აუცილებლად არსებობა. და ღმერთს მაშინ არ შეუქმნია სამყარო, არ სჭირდება ღმერთმა რომ შექმნა სამყარო. თუ ამბობს რომ შესაძლებელი იყო, რომ ღმერთს სამყარო საერთოდ არ შეექმნა, ანუ შეეუძლია ეს ღმერთს, მაგ შემთხვევაში ირაციონალური ხდება ღმერთმა რატო გადაწყვიტა ეს. ამიტომაც ეს უნდა აგვიხსნას ნეო მაშინ, რომ ეს გადაწყვეტილება რატომ მოხდა. ამით იმას ვამბობ, რომ ნებისმიერი არაპიროვნული ღმერთი, ანუ პანთეისტური ღვთაება, ჩვეულებრივად ბევრად უკეთესად ახსნის ამ მომენტს, ვიდრე ნეო ამას ოდესმე შეძლებს. იმიტომ რომ ნეოსთან არის ნება და სურვილი. გესმით? ნება და სურვილი როდესაც არის, მაგ შემთხვევაში ყველაფერი ხდება დამოკიდებული ამ ორ უკანასკნელზე, რომლის ახსნაც რაციონალურ დონეზე შეუძლებელი ხდება. ასევე არსებობას ვერ ხსნის ნეო იმ კუთხით, რომ არსებობა უფრო მაღალი ინსტანცია უნდა იყოს, მაგრამ წესით არ უნდა არსებობდეს ამაზე მაღალი ინსტანცია, ვიდრე ღმერთი არის. ღმერთში თუ მოათავსებს, მაშინ ის ინსტანციურობას და ონტოლოგიურობას კარგავს. არ ვიცი ახლა ამას მიხვდებით, მე რასაც ლაპარაკობ თქვენ თუ არა, მაგრამ შეგიძლიათ რომ სიტყვები ჩაიწეროთ და დასერჩოთ და მოიძიოთ ინფორმაცია რა. მესმის რომ ნეოს ლაპარაკს გონიათ რომ ხვდებით, მაგრამ მართლა რო გესმოდეთ რასაც ამბობს და აზრს აცნობიერებდეთ, სამიჯერეთ მაგას არ დაუჯერებდით, იმიტომ რომ ტიპი ამბობს რომ ონტოლოგიური ინსტანცია არ გააჩნია მორალს. ნუ მაგას არ ამბობს რომ აქვსო, მაგრამ ვერ ხსნის როგორ აქვს. შესაბამისად მე წამოვაყენე შენ წინააღმდეგ 3 არგუმენტი ნეოს, 3 არგუმენტი, მეტი არა. აქამდე ერთი მქონდა წამოვაყენებული. გთხოვ ამ 3 არგუმენტს მაინც უპასუხე. ძალიან გთხოვ. მეტი არაფერი არ მინდა. გამითი შეგდრო. ოკეი. ნეო ახლა იქნება შენი უარყოფის დრო, რომ თემას უპასუხო. 1, 2, 3, ხტავ. პირველ რიგში მინდა ანუ წინაზე რაც თქვა რომ ანუ რომ არ შეიძლებაო რომ ამ შემთხვევაში სიკეთე იყოსო თვისებაო რა თუ არის ანუ ოპონენტმა ჩემი ხმა ისმის ხო? კი ისმის. ოპონენტი
ოპონენტმა აშკარად ვერ გაიგო და ანუ ფუნდამენტურ გაუგებრობაშია ზოგადად ანუ ჩვენ რისი გვწამს და ვინ არის ჩვენი ღმერთი ანუ მე წეგან თქვი ესეთი რაღაც მე არ მithქოს რომ ღმერთის თვისება არის მეთქი სიკეთე მე ესეთი რაღაც არ მithქოს მე ანუ დიფერენციაცია გავაკეთე პიროვნებასა და ბუნებას შორის და შენთვის რთული გასაგებია იმიტომ რომ პიროვნების იპოსტასის მცნება შენ შემსოფხედელობაში არ გაგაშინია შენ ხარ უბრალოდ ინდივიდი რაღაცა ბუნების კერძო გამოვლინება მეტი არაფერი და ჩვენთან ასე არ არის პიროვნება არის კიდევ ერთხელ გეუბნები ინსტანცია რომელიც ფლობს მეთქი ბუნებას ეს არის ერთი და იგივე რეალობის ერთი და იგივე სინამდვილის ანუ არსებობის ორი მხარე და ამის გამოყოფა არ ხდება უბრალოდ ეხა მე ამას ვაკეთებ მსჯელობისთვის იმისთვის რომ შენ გაიგო რას გულისხმობ ღმერთის ბუნება არის თავად აბსოლუტური სიკეთე ღმერთი თავისი ბუნებაც არის მაგრამ პიროვნება არის რომელიც კიდე ფლობს ამ ბუნებას ანუ ერთი და იგივე სინამდვილის ღმერთის არსებობის ორი სხვადასხვა მხარეა პიროვნება და ბუნება. ესეთი, ამიტომ ონტოლოგიური არს ინსტანცია გააჩნია სიკეთეს. ეს თავად ღმერთის ბუნებიდან გამომდინარეობს. მაგრამ როდესაც ამბობდი, რომ თავად ღმერთი რასაც იზამს, ეგ არისო კეთილიო და როგორ შეიძლება იყო, ეგ იმიტომ რომ ღმერთი მარტო ბუნება კი არ არის, არამედ პიროვნებაა, რომელიც მოქმედებაში გვევლინება ჩვენ. ეს ერთი. ეხლა გავაგზავნებ შემდეგ იმას, რომ ანუ თემო თქვა ესეთი რაღაც ძალიან საინტერესო დეფინიცია გავუკეთა. კარგს და ცუდს. კარგი არისო ის, რაც მიზანთან სწრაფოში გეხმარებოდა. მიზნის დეფინიცია გააკეთა ისეთი, რომ შემეცნება არის მიზანი ეგ საიდან გამომდინარეობს ანუ საიდან გამოიტანე ეგ დასკვნა რომ შემეცნება არის ისა ობიექტურად კარგი და მაქედან გამომდინარეობს ის რომ ის რა ქვია ეგ არის რაც უფრო მე შეიმეცნე მით უფრო ეგ არის კარგი რაც მიზანთან გაახლოვებთ ანუ მიზანი დაადგინა რომ არის შემეცნება რატო დაადგინე საიდან გამომდინარეობს რომ ეგ ობიექტური ჭეშმარიტება ეგ განცხადება რომ შემეცნება კარგია მოდი ახლა სხვანაირად დავსვათ კითხვა რა დაუშვათ ადამიანის მიზანი რომ იყოს აი შეიმეცნოს და აი ძალიან კარგად აი ისწავლოს და შეისწავლოს ის თუ როგორ უნდა იძალადოს ადამიანზე რა და შემდეგ ახდეს რაღაცა პროფესიონალი მოძალადე და იძალადოს ადამიანებზე რა და აი შემეცნება თავის მიზანთან თუ აახლოვებს რა ანუ მაშინ მაგ დეფინიციით როგორ გამოვა რაღაც კარგი და რაღაც ცუდი ამ შემთხვევაში შენ რაღაცა შენს პირად შეხედულებას რომ შემეცნება არის რაღაცა ობიექტურად კარგი ჯერ არ გვეუბნები რისი შემეცნება კარგი რა უნდა შეიმეცნო მატერია გარესამყარო და მაგ გარესამყაროს შემეცნებით გამომდინარეობს მე მორალი თვითონ მატერიაში დევს თუ ანუ სად იმყოფება ის შენი განცხადება ანუ როგორ ამართლებ იმას რომ ობიექტურად კარგი არის ის რაზეც ჩვენ ვჟელობთ რომ რაღაცა კარგი და არის და რაღაცა ცუდი ანუ საიდან გამომდინარეობს ამის საფუძველი მინდა რომ ოპონენტმა აუცილებლად ამიხსნას რა იმიტომ რომ შემეცნება შეიძლება ადამიანმა ძალიან ბევრი რაღაც შეიმეცნო მაგრამ ანუ ცუდი ქმედებები განახორციელო რა მაგალითად ადამიანი რომელმაც შეიძლება უამრავ ინფორმაციას ფლობდეს რა და ძალიან განათლებული იყოს და ძალიან მოაზროვნე იყოს ან ბუნებით ვისებას აზროვნებას ავლენდეს მიუხედავად ამისა ეს ადამიანი შეიძლება იყოს მოძალადე და ჩვენ ამის უამრავი მაგალითი გვაქვს რეალობაში რომ უამრავი განათლებული და სრულიად ინფორმირებული ადამიანები არიან მოძალადეები. ამიტომ ის საფუძველი რომ რაღაცა არ იცოდა და შემეცნების პრობლემა და ასევე ჩვენ გვაქვს ასევე მაგალითი პირიქით რომ ნაკლებად განათლებული, ნაკლებად მოაზროვნე შეიძლება იყოს იქცეოდეს კარგად შედარებით იმ ადამიანთან. ამიტომ ეგ ლოგიკური დასკვნა რომ შემეცნების ნაკლებობაა და ჯერ შემეცნება რას ნიშნავს, რის შემეცნებას გულისხმობ, ეს მინდა რომ აუცილებლად განმემართო. ასევე ეხლა მინდა მოკლედ უპასუხო იმას რომ ტავტოლოგია არისო ღმერთიო თუ არსებობს რო იძახიოს რაღაცასო ანუ მე მესმის ანუ ოპონენტის არგუმენტი საკმაოდ ის არის რა ქვია მომეწონა რა არგუმენტი სხვა მაგრამ არის სტარი რა რეალურად რა ანუ კანტი ამბობდა და მაგალითად ეს რამეს რომ ანუ არსებობა ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი პრედიკატი არ არის რა როგორც ფერი ფორმა ან ისა რაღაცა ნებისმიერი სხვა რამე რა აი მაგალითად ნებისმიერი პრედიკატი რო გქონდეს ადამიანს ნებისმიერი პრედიკატის არსებობისთვის არსებობა არის წინა პირობა არსებობა უნდა იყოს ყოველგვარი თუ ღმერთს გამოვაცეთ არსებობას ვიღებთ მაშინ არაფერს კი ბატონო მაგრამ როცა მომბობთ რომ ღმერთი არსებობს მე არ ვაძლევ მას რაიმე გარედან მიღებულს არამედ ვაღიარებ რომ ყველა ყოფნა მოდის მისგან და მისი არსებობა აუცილებელია მაშინ როცა ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ არის შესაძლებელი გეთანხმები ესენი არის შესაძლებელი კი ბატონო ფუძო გამრეუნო ეს არის ონტოლოგიური განცხადება რომ არსებობს არსებობის საფუძველი და ეს არსებობის საფუძველი არის თვითონ პიროვნულ ყოვლის შემძლე ყოვლად მოსიყვარულე შემოქმედში ქრისტეში კი ბატონო მორჩი შემიძლია მეც არაფერს კარგი, ახლა დაიწყება Q&A. პირველ რიგში თემო დაუსვამს ნეოს კითხვებს და ამის იქნება 5 წუთი. და ხონი მოკლედ აქ ახლა ერთმანეთს რა ქვია საუბარში არ ჩაეჭრას, იმიტომ რომ მიუთი დაგედებათ რომელიც მაგას იზამს ანუ. თუ თემო იტყვის რომ ანუ კი ან არა პასუხი არის საჭირო, შენ ან კი ან არა უნდა უპასუხო, ან უნდა უთხრა რომ მაგაზე პასუხს არ გაგცემო. თუ ახსნას დაიწყებ, მაშინ მიუთი დაგედება და იგივე შენც თემა. ან კი ან არა, ან უბრალოდ ამბობთ რომ ან მაგაზე პასუხი არ არის, იმიტომ რომ არ არის კი ან არა კითხვა. ეგ არის და ეგ. გასაგებია? იგი, ჩართი. 1 2 3
ну, როგორც ხედავთ, ნეოს განადგურების მეოთხე ნაწილს უყურებთ, მოგესალმებით. ახლა გააცნობიერებდით ალბათ მაგას, როგორც წაიყვანა ეს საუბარი მან და მე მაქვს ასეთი კითხვა. კი ან არ არის ეს? ნეო, როგორი შეგრძნება არის, რომ ვერაფერი ვერ გაიაზრე, რაც გესაუბრე წევან? ანუ ეს კი ან არ არის? ანუ როგორი შეგრძნება არის? მეორე კითხვა მაქვს. ნუ კი არა რა. კარგი შეგრძნება კი არა? კი ან არ უნდა იყოს. ანუ საქმე რაში არის იცი? საქმე იმაში არის ნეო რა. რა თქმა უნდა ეს არ არის კი ან არა ეს შეკითხვა ვიხუმრე რა, მაგრამ საქმე რაში არის იცი რომ შენ საუბრობ იმაზე, რაც მე არ მელაპარაკია, იმას უტევ რასაც არ ვლაპარაკობ. ხვდები? ანუ მე არც არ მithქვამს რომ შემეცნება არის მიზანი ნეო. გესმის? მე ვთქვი რომ შემეცნება არის ობიექტურად კარგი თქო, მიზანი თქო არა, ობიექტურად კარგი თქო. შემეცნება უნდა განსაკუთრებულად არა. ორი წამი გაჩვენდი რა ჩემი დრო არის კითხვების დასმის რა. რა არის ეგ რა წესი არის ვერ გავიგე რა. ნახე მომისმენე და გაიგებ ისი შემეცნება. მე რო დავსვამ კითხვას. ან კითხვას რო დასვამ. ანუ ნახე მე რო კითხვას დავსვამ უნდა მიპასუხო. იმიტომ რომ მე რო დავსვამ კითხვას მაგას უნდა უპასუხო, მე შენ გექნება დრო შენ დამისვა კითხვები რა არის გაუგებარი, ხო ახსნავთო, მოусმინე. ჩემი დასმის დრო არის ახლა, ჩემი კითხვების დასმის დრო არის. მომისმინე რა. ნახე როგორი რაღაც არის. რისი შემეცნება გაინტერესებს? რისი შემეცნება და ნებისმიერ ამის რაც მიზანთან გაახლოებს, მაგრამ მიზანი შეიძლება რომ ცუდი იყოს თუ არ გამომდინარეობს თავად შემეცნების, ცხოვრების, არსებობის ატრიბუტებიდან. შენ მარტო შემეცნება იმიტომ აიღერო სოფისტი ხარ და ეგრე გაწყობს. ხვდები? შენ რო ცხოვრება აგეღო, მიხვდებოდი რომ არავინ არ უნდა შეიმეცნოს ის რაც ცხოვრებას უშლის ხელს. ანუ ადამიანს ზიას აყენებს. მაგას მიხვდებოდი, მაგრამ შენ არ გინდა რომ მიხვდე, იმიტომ რომ სოფისტო, რომ დებატები მოიგო და მე ამ დებატების მოგება წაგება არ მაინტერესებს. მე სიმართლეს ვლაპარაკობ უბრალოდ შენთან მიმართებაში და მინდა რომ რაღაცა გაიგო და დაიხვეწები შენც უფრო თუ მომისმენ. ნახე, სამი ატრიბუტი თქვი, ერთ რატომი აქცია ყურადღება. მიგექცია სამივესთვის. როდესაც შენ გაქვს არსებობა, ცხოვრება, შემეცნება, ეს სამი ერთმანეთს როცა უკავშირდება, ადამიანი მეორე ადამიანს ეგეძინას არ მიაყენებს. იმიტომ რომ ეს სამი არის ობიექტურად ღირებული. რატო ეს სამი ობიექტურად ღირებული? იმიტომ რომ ყველა პოზიტიურ მიზანთან, positive claim-თან, ყველა პოზიტიურ მიზანთან იმაშვება, რა ქვია, გაახლოვებს. ხვდები? ყველაფერი აქ არის ლოგიკურად სწორი, ლოგიკურად განსაზღვრული. შენ აქ შეცდომას ვერ იპოვი. აქ შეცდომას შენ კი არა ვერავინ ვერ იპოვის, შენ ვინ ხარო იპოვო, მაგრამ ვერავინ ვერ იპოვის. ხვდები, ვერც მე, ვერც ავთო და ასე შემდგომ. იმიტომ რომ აქ არ არის რაიმე პრობლემა. მაგრამ თუ აქ პრობლემას ხედავ, მაშინ ნორმალურად ჩამოაყალიბე ის რა პრობლემას ხედავ, იმიტომ რომ სამი ატრიბუტი გითხარი და ერთი აირჩიე. არ შეიძლება ეგეთი რამე არის სოფისტიკა. მე მაქვს შენთან კითხვა და ეს არ არის კი ან არა კითხვა. და ძალიან მარტივი კითხვა მაქვს რეალურად და მინდა რომ ამაზე მიპასუხო, როდესაც შენი დრო ჩაირთვება. შენი ყოვლის შემძლეობის დეფინიცია თუ არის ღმერთს შეუძლია ყველაფერი რაც შესაძლებელია. მაგ შემთხვევაში როგორ არიდებ გამომდინარეობის კანონს თავს, რომელიც აბსოლუტური ლოგიკური კანონია. რომელიც ამბობს რომ შენ ამბობ რომ ღმერთს შეუძლია ყველაფერი რაც ლოგიკურად შესაძლებელია. შენ ამბობ რომ ღმერთი არის მენტალობა. გესმის? მაგას ამბობ ასევე. ლოგიკურად შეუძლებელია რომ მენტალობისგან გამოვიდეს მატერია, ამბობ რომ მატერია არსებობს. ამას როგორ შვები? როგორ შვები ამ არალოგიკურობას ეგ ამიხსენი. თუ იტყვი რომ ღმერთი თუ საერთოდ ამას რომ ამბობ რომ ღმერთს მხოლოდ შეუძლია ლოგიკურად შესაძლებელია, ოკეი, მაგრამ თუ იტყვი რომ ღმერთს ყველაფერი შეუძლია, კი ავთო თავი დამიქნე კითხვის დასმის რომ კი დამექნება? მე? არა, ეხლა უნდა დასვა დიდი კითხვები რაც გაქვს. კი, ხო, თუ იმას იტყვი რომ ღმერთს მხოლოდ ლოგიკურად შეუძლია, თუ იტყვი რომ ღმერთს ლოგიკურად შეუძლია მხოლოდ ის რაც შესაძლებელია, ამ შემთხვევაში ღმერთს ღვდა ლოგიკაში და ღმერთი ლოგიკის შარჩოებში არჩდება, არსებობა ლოგიკურად მასე ვერ იქნება. შენ კანტზე რა სამსამობდი, კანტი მაგას არ ამბობდა რომ არსებობა განსხვავებული პრედიკატია, კანტი ამბობდა რომ არსებობა პრედიკატი არ არის და აპრიორული არის, მაგას ვერ მიხვდები შენ, იმიტომ რომ აშკარად წაკითხული არ აქვს, მაგრამ რო წაიკითხო მიხვდები, დიდი ალბათობით, არ ჩახარ უჯგო ბიჭი, ხო, და რაც შეეხება იმას რომ რა ქვია, თუ იტყვი რომ ყოვლის შემძლე, ანუ ღმერთი არის ყოვლის შემძლე იმ გაგებით რომ შეუძლია ყველაფერი რაც ლოგიკურია, რასაც აქამდე ამბობდი, მაშინ გამომდინარეობის კანონს თავს ვერაული, აგვიხსენი როგორული, აღვხსენი ეს ეღან და იქამდეც ახსნილი მოქვს. ხოლო თუ იტყვი იმას, რომ ღმერთს საერთოდ ზოგადად ყველაფერი შეუძლიაო, ეგ იმას ნიშნავს, რომ ლოგიკის კანონების დარღვევა შეუძლია და მაშინ შენი აპარატი, შენი ეპისტემოლოგიური აპარატი ის ღმერთამდე მიხვედი, მაგის დარღვევაც კი შეუძლია ღმერთს და შესაძლებელია რომ საერთოდ მთლიანად ყველანაირად ცდებოდეს და ამაზე კიდევ ხუთი არგუმენტი მაქვს, რატო იქნება არასწორი დეფინიცია. თუ აქვინესეულ დეფინიციას არ გამოიყენებ. მე კიდე შენ თვითონ ვერ გაგიგია, ანუ ხან კათოლიკურ რაღაცებს იყენებ, ხან ორთოდოქსულს, ამიხსენი, ანუ ბოლო-ბოლო მართლმადიდებელი ხარ, კათოლიკე ხარ თუ რა ხარ, იმიტომ ხან პროტესტანტულ რაღაცებს იყენებ. როცა გინდა ბიბლიას მეტაფორულად მარტო, როცა გინდა ესე, როცა გინდა ასე. და კიდე რო წერია იქ რა 15 წუთში ათეისტებს ქრისტიანებად რო აქცევ, არც ერთი ადამიანი, არც ათეისტი, არც ქრისტიანი წამს 15 წუთში და 20 წუთში არ შეიცვლის და ახსენ ერთი მაგ სასწაულს როგორ აკეთებ, თუ აკეთებ საერთოდ. და აღარ წაიკითხო რა ხა გველაპარაკე.
კამერა ჩართირა. კი ბატონო, ეხა მე რო პასუხს გავცე, მე მექნება ხო? კი, მე შენ გექნება 5 წუთი და მე თემოს ექნება 5 წუთი რომ გასცეს კითხვას და მე მორჩება დება. კი ბატონო, პირველ რიგში მე არ მithქოს რომ პრედიკატი კანტი ამბობს მეთქი რომ პრედიკატი არის არსებობა მეთქი. მე ვთქვი რომ კანტი ამბობს რომ პრედიკატი არ არის მეთქი არსებობა შეგვიძლია, აი ჩაწერილია, გადავახვიოთ და უყუროთ. მე ეგეთი რაღაც არ მithქოს. მე მეორე კათოლიკურ კი არა, ანუ მე ამ შემთხვევაში თეოლოგიურ რაღაცებს კი არ ვიყენებ, ფილოსოფიურ მსჯელობაში ვიყენებ მოაზროვნებს, ეგრე პავლე მოციქულიც იყენებ და იმის რა ქვია, წარმართების და იმების რა ქვია მსჯელობებს და ერთ ჭეშმარიტებაში აერთიანებდა. რა შესაბამისად, ანუ მე როგორ წარმართავ და როგორ მსჯელობ და როგორ მივდივარ, ეგ არის თავიდან ბოლომდე ჩემი გადასაწყვეტი რა. ეს ერთი. მე მეორე, ამ შემთხვევაში, როდესაც მეუბნები, როდესაც აყენებ მაგ იმას რა, ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩემი აზრით ეგ არის ჩემი ოპონენტი რასაც აკეთებს, ამას ქვია ეკვივოკაცია რა, ტერმინების არაზუსტი გამოყენება რა, კატეგორიული შეცდომა. ოპონენტი ფიქრობს ესეთ რაღაცას, რომ მხოლოდ ის შეუძლია რომელიმე აგენტს, რაც მასში უკვე არსებობს, ანუ რამენაირად თუ არ არსებობს, მაშინ არანაირი ბეო, მაშინ ვერ შექმნიდაო. და ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვამბობ, მოქმედება არის A და შედეგი არის B და B უნდა იყოს A-ში. ანუ თუ შენ ამბობ, თუ ოპონენტი ამბობს, ოპონენტის პირველი პრემისი არის, რომ თუ ღმერთი ქმნის მატერიასო, მაშინ მატერიაო მასში არისო, თუ მასში არ არისო, მაშინ მატერია ვერ შექმნიდაო ღმერთი, მაშინ ღმერთიო ლოგიკურ დასკვნა ეს არის, რომ ღმერთი ვერ შექმნიდაო მატერიას. ანუ შენ ამბობ, რომ ღმერთი ვერთვის მატერიას, თუ მასში არ არის, ეს არის შეცდომა, იმიტომ რომ თმნა არ მოითხოვს, რომ რომელიმე შექმნილი ობიექტი უკვე იყოს შემოქმედში. მხატვარი ნახატს არ შეიცავს. ღმერთის ყოვლშემძლეობა ისევ რომ მას აქვს ძალა გააკეთოს ყველაფერი, რაც არის რაც შეესაბამება მის ბუნებას. მატერიის შექმნა არ არის ლოგიკურად შეუსაბამო. ეს არის შენს წამში შეუძლება, შენს წამში ჩანს ღმერთი ბუნებას რო უდრის მან ჩანს. მაგრამ ქრისტიანულ თეიზმში ღმერთი არის ტრანსცენდენტალური, პიროვნული, რაც თავარია. შემოქმედი, რომელიც ქმნის ექს ნიჰილოს. ასევე ღმერთს შეუძლია თავისი ბუნების მიღმა მოქმედება იმ გაგებით, რომ მაგალითად პიროვნება, რომელმაც ამოქმედა ჰიპოსტასი ადამიანური ბუნება, ანუ თავად ის იყო საღვთო ჰიპოსტასი. შესაბამისად ბუნება როგორც გითხარი არის პიროვნება ისეთი ინსტანცია, რომელიც სრულად ბუნებაზე არ დაიყვანება, სრულად თავისთავად ბუნებაზე არ დაიყვანება. ეს ერთი. ეხლა მე მაქვს ამ შემთხვევაში მინდა რამდენიმე კითხვა დავსვათ, ან მინდა ეს კითხვები განვავრცო, რომ ისა წარმოგიდგენთ. ამ შემთხვევაში როგორი რაღაცაა რა, მაგალითად რა ოპონენტი ამბობს ეს რაღაცას, რომ შემეცნება, ანუ მე როდესაც ვთქვი, რომ შემეცნება არისო მიზანიო, ესო შენი განცხადება არ იყოს სწორი, იმიტომ რომ მე ეგეთი რაღაც არ მithქობს რა. შემეცნება არის კარგი. ეს არის ჩემი ოპონენტის განცხადება რა, შემეცნება არის ობიექტურად კარგი. რისი შემეცნება? მე ოპონენტი ამატებს კიდე რაღაცა განცხადებას ამაზე, რომ იმის შემეცნება, რაც ცხოვრებას არ უშლის ხელს. ცხოვრებას არ უშლის ხელს, ოპონენტი ამას ამატებს. ესეთ იმას აკეთებს რა, ესეთ განცხადებას. მე მაინტერესებს მაგალითად, ანუ აი სახლში რო შემომივარდეს ვინმე რა და აი რო ვნახო რომ რაღაცა იმაზე ძალადობს და მე რო აი გადასარჩენე და ჩემი ოჯახის წევრის ძალადობისგან დასაცავად თავი რო გავწირო რა, თავი რო გავწირო ძალადობისგან რო გადავარჩინო, რო ვიცი რომ თუ ეხლა მე ჩავერევი, მე შეიძლება სიცოცხლე მომესწოს რა. მიუხედავად იმისა რომ ცხოვრების გაგრძელებას არ ეხება ეს, ანუ ჩემი ქმედება მაინც მორალურად კარგია, იმიტომ რომ ჩემი მორალი კი არ გამომდინარეობს, რაც შეიძლება დიდი ხანი იცხოვრო აქედან გამომდინარე არა. ჩემი მორალი გამომდინარეობს თვითონ ღმერთიდან, მისი აბსოლუტური თავგანწირვითი სიყვარულიდან რა. შესაბამისად, შენ როდესაც ამბობ, რომ შემეცნება კარგია, რისი შემეცნება, რას შეიმეცნებ კონკრეტულად, რაც შეიძლება დიდხანს იცხოვროს რომელმა ადამიანმა, ვისი სიცოცხლის ხანგრძლივობის განხორციელება არის ობიექტურად კარგი, რა საფუძველი გაქვს. ამაზე მინდა რომ ანუ საფუძვლიანი პასუხი გამცე რა, ანუ საბოლოოდ რა არის შენთვის მორალის საფუძველი? შემეცნებას თუ მეტყვი გეკითხები, რისი შემეცნება და საიდან გამომდინარეობს ის განცხადება, რასაც შეინძახი, რომ ეს არის ობიექტურად კარგი. ეს არის ჩემი კითხვა. მე დრო აღარ მჭირდება ამ შემთხვევაში. კაი, ჩამირთ. თემო რომ კითხოს უპასუხო. ხო, პირველ რიგში ერთი კითხვა დავისვა 5 წუთი ამისთვის არ მჭირდება და ჩემ არც ერთ კითხვას არ უპასუხანეო და მოდი ესე მარტივად უპასუხებ ამ კითხვას რა. ნეიროსოფისტი არის და ნეირო უბრალოდ სიტყვებით თამაშობს, ამას აგიხსნი ძალიან მარტივად ახლა. მე ვთქვი ცხოვრება ზოგადობაში და მან ცხოვრება კონკრეტული ინდივიდზე თავის თავზე დაავიწყროა. ამას ქვია სოფიზმი და სიტყვებით თამაში ხალხო და გაითვალისწინეთ ეს ვინც ამ ადამიანთან დიალოგში შესვლას დააპირებთ, რომ ეს ამას აკეთებს და ესე მიუდექით. მე ვთქვი ზოგადად ცხოვრება. შენ როდესაც ბანდიტებსთან თუ ვიღაცებს ვინც ახსენებს შემოვა შენ სახლში რომ რაღაცა დაუპირისპირდე და შენი ოჯახის წევრები გადაარჩინო, შენ ცხოვრებას ხელს უწყობ. გესმის ცხოვრებას და მე ცალკეულად ეს ამ ერთმანეთისგან არ გაიმიჯნება შემეცნება, არსებობა, ცხოვრება. შენი არსებობით, შენი ოჯახის წევრების, რაზეც აქსიოლოგია შენი დამყარებული რაც შემეცნებით მიაღწიეს ხოთაშორის მაგას, მაგათ განადგურებას უშლი ხელს, მაგათი ცხოვრების განადგურებას, ან ცხოვრების დაზიანებას. შესაბამისად აქ ცხოვრება როგორც ზოგადობაში მოცემული. ახლა აგიხსნე როგორ ხდება. გაქ არსებობა, გაქ ცხოვრება, გაქ შემეცნება.
შემეცნების არსებობის და ცხოვრება გიყალიბებს აქსიოლოგიას, ანუ ღირებულებებს და გიყალიბებს მორალს. შენ ხედავ შენს ოჯახს, შეიმეცნებ მას, ისინი ცხოვრობენ და არსებობენ. ამ სამი ატრიბუტით შენ ხვდები, რომ ისინი არიან ძალიან ძვირფასები. ალბათ იმაზე ძვირფასებიც ვიდრე შენ და ყველა ღირსეული კაცის და ქალის შემთხვევაში ეს ალბათ ესე უნდა იყოს. ამიტომაც ვინმე თუ შემოიჭრება, რა თქმა უნდა, ნეო დაიცავს თავის ოჯახს, იმედი მაქვს, მე აუცილებლად დავიცავ და საქმე იმას ეხება, რომ მე მოვიქცევი აუცილებლად კარგად, იმიტომ რომ ამ სამიდან მე არც ეს არ უპირისპირდები. ანუ კონკრეტული ცხოვრების საპირისპირო რაღაცას ვაკეთებ, როდესაც რისკი არის რომ მოკვდე, ეგ იმას ანიშნავს, რომ ზოგადობაში ცხოვრებას უპირისპირდები. ზოგადობაში ცხოვრებას ვერ დაუპირისპირდები, ეგრე როგორც ნეო ამბობს მაგას. და მე ვსაუბრობ იმას, რომ როდესაც შემეცნებას, ცხოვრებას და არსებობას ამ სამ აუცილებელ აქსიოლოგიურ ღირებულებას გაიაზრებს ადამიანი, რომელიც თვითონ მტკიცებადია საკუთარ თავში და ასევე მორალური ატრიბუტებიდან გამომდინარეობს, მიხვდება, რომ ცუდი დანაშაული არ უნდა ჩაიდინოს, არ უნდა შემოგივარდეს სახლში, რომ ეს შემეცნებით მიხვდება, რომ ცუდი არის ეს ყოველივე არსებობას და ცხოვრებას, როდესაც შეიმეცნებ შენსას და ასე შემდგომ. და ამას არ გააკეთებს. და შენ მორალს რაც შეეხება, შენი მორალი არის, რომ აი ღმერთი რასაც ამბობს, კარგია, ვა, სააღოლ. აი, ძალიან მარტივი, მაგარი მორალი აქვს, ძალიან მარტივი. ხო, ვაფშე არ იყენებენ მაგას ძალიან სულად მეგობარო. აი ვიცი, გადახედე. ყველაც აი ადამიანები ღმერთის სახელით რას აკეთებენ, იმიტომ კი არა რომ ღმერთი არის ცუდით რომ მაგას ვიზახი. იმიტომ რომ გონიათ, შენი მორალით აზროვნე და გონიათ რომ ღმერთი ელაპარაკება, ხვდები? შენს ავით, ალბათ, არ ვიცი. და გონიათ რომ ღმერთის ესმით და მიდიან და მაგას აკეთებენ. ჩემი პასუხი ამ კითხვაზე ესეთი არის, მაგრამ აქ არ გამიჩერო დრო, იმიტომ რომ კიდე მინდა რომ ვილაპარაკო, ხო შემიძლია რომ ეს განვარცურავ, ალბათ. კი. ხო, მეგობრებო, გავავრცობ იმას, რომ უკვე აღნიშნე, რომ მე ნეოსთან პირადი დაპირისპირება არ მაქვს, იმედი მაქვს ამას გაიაზრებთ. ნეოც მეთანხმება მაგაში და ნეოსაც არ აქვს ჩემთან პირადი დაპირისპირება. ამაზე გვისაუბრია მე და ნეოს. ჩვეულებრივი ინტელექტუალური დებატები და კამათი არის. რაც შეეხება სხვა ყოველივეს. ნეო ფილოსოფიაში ვერ ergweva, არის ის დამწყებია ფილოსოფიაში, ანუ ახლა რაც ხდება და ნეომ რო რაღაცებს ვერ უპასუხავ, ვინც გაიგეთ რომ ვერ უპასუხა, იქ იმას ანიშნავს, რომ ნეო არის ცუდი ადამიანი და ნეო რაღაცა უნდა ლანძღოთ როგორც ანძღავდით, მაგას ანიშნავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნეო უბრალოდ მე წაიკითხავს და მეც გაიგებს. არ არის აქ პრობლემა რა. ანუ ვინც ergwevით ახლა ისინი ხომ მიხვდით, რაც მოხდა და არ არის აუცილებელი რომ რაღაცა დაუწეროთ და რაღაც ეგეთი. მემეტიკური არგუმენტი მოწარვადგინე ვერ ახსნა, ონტოლოგიური არგუმენტი რაც ქონდა მორალზე, ეგ ვერ ახსნა, ნახავდით. ჩემ დეფინიციებში პრობლემებს ეძებს და დეფინიციაში პრობლემა ეგრე კონკრეტულად აი ზოგადად ეგრე ურჩება, არ უნდა მოძებნო, იმიტომ რომ არ იქნება და მაგას აკეთებს. არსებობის დეფინიცია ვთხოვე, აი ვიდეოში ჩანს რა, რომ აი კონკრეტულად ახსენი მეთქი, რას გულისხმობ მეთქი, აი გთხოვ მეთქი რა, კონკრეტულად ახსენი, როდესაც მისი თვისება, მის ნაწილების თქმულება, რას გულისხმობ, რას ნიშნავს ეს უკანასკნელი თქო, ეს არ უქნია, ასე შემდგომ, ნუ კომენტარებში მაინც ნეოდაგულებს წერთ, ბაზარი არა, უნდა გიყვარდეთ ეს ადამიანი, რატომაც არა, მაგრამ ვინც ხედავთ რა ხდება რეალურად და აფასებთ ამ სიტუაციას, არ არის აუცილებელი რომ ნეოს რაიმე სახის შეურაცხმობა მიაყენოთ. არ არის აუცილებელი რომ ყველა ერკვევდეს ფილოსოფიაში, მე რა რომ ვერ ერკვევა. არ არის აუცილებელი. გაერკვევა ალბათ, როდესაც დასჭირდება, უფრო მეტად. რაც შეეხება ახლა მე კითხვის დასმის უფლება ამ შემთხვევაში არ მაქვს, იმიტომ რომ მე უბრალოდ ნეოს კითხვაზე პასუხის გაცემის უფლება მაქვს. ნეოს კითხვას უპასუხე აბსოლუტურად როგორც საჭირო იყო ისე. ამის შემდგომ დრო მორჩება საერთოდ, ანუ დებატები მთავრდება როგორც ვიცი. ამის შემდგომ თქვენი ხილავ დებატების ანალიზს, ვისაც გაინტერესებთ, ნეო შეგიძლია დარჩე, ოღონდ დებატების ანალიზი, როდესაც იქნება და საუბრებს სხვები დაიწყებენ, გთხოვ რომ მე და შენ არ ჩავერთოთ და ნაკლებად ჩავერთოთ, თუ გაინტერესებს ეს საკითხი, შეგიძლია დარჩე, შეგიძლია გახვიდე. სასიამოვნო იყო მეგობარო შენთან საუბარი. იმედი მაქვს რომ ნორმალური საუბარი კიდევ გვექნება, იმედი მაქვს რომ რეალობაში შეგვიძლია რომ გქონდეს უფრო სერიოზული და კარგი დებატები. და უფრო სერიოზულ საკითხებზე ვისაუბროთ. ჩემთვის პირადად ნეო არ გეწყინოს, მაგრამ შენ რა არგუმენტები წარმოადგინე აქ, არ იყო სერიოზული და ეგ არის ჩემი აზრი რა, უბრალოდ რა, შეიძლება სხვები სხვანაირად ფიქრობდნენ, მაგრამ შენ რა არგუმენტები წარმოადგინე, ეგ იმაზე ვიღად ადრე მაქვს გავლილი უბრალოდ რა. მეტი არაფერი. მადლობა ნეო.